გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, თქვენ უყურებთ Wellness Podcast. დღეს ჩემი სტუმარია სალომე კალანდაძე, ის არის უმი ვეგანი, თან ნუტრიციოლოგი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბევრ საინტერესო თემაზე, მათ შორის ჯანმრთელობაზე, ვეგანიზმზე, გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ ჩემი YouTube არხის გამოწერა. როგორ ახარ სალომე? კარგად. გამარჯობა კიდევ ერთხელ. ჩამოხვედი, არ ცხოვრობ შენ საქართველოში. არ ვცხოვრობ საქართველოში და კიდევ ერთხელ ვიტყვი აქ რა, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო და სახალისო ისტორია არის, რომ მეორედ ვწერთ მე და შენ ამ პოდკასტს და პირველად მიკროფონი რომ დაგვავიწყდა, მაგრამ საბოლოოდ პეპლის ეფექტით მოვედი აქამდე და აი სამ შემთხვევით არ მგონია რომ უფრო უკეთესად გადავცემ მაყურებელს და თან შენს პირადად გაგიცანი. კი ბატონო. ესე იგი, ჩვენ ჩავწერეთ პოდკასტი, ოღონდ პოდკასტი იყო თუ უბრალოდ Zoom call-ი, იმიტომ რომ ვერ ჩამოდიოდი საქართველოში და პრინციპში არც ქონდა ეს დაგეგმილი და რომ დამირეკე რომ ჩამოვიდიო, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ის არ გამოვიდა რეალურად. ხმარ ვარკო და ასე შემდეგ და მოკლედ ძალიან მოხარული ვარ. მე უფრო ვიდრე შენ მგონი. ძალიან დიდი მადლობა. მეც პირველ რიგში რომ საერთოდ აქ ვარ და მომიწვია და შენი სტუმარი ვარ და ყველა პოდკასტს ვუყურე, გითხარი მაშინ პირველად რომ ერთობოდით შენსას და რა თქმა უნდა გამოგიწერონ კიდეც და გიფასებ ამ შრომას და წარმატებები კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა. სალომე, მოდი მოგვიყევი შენ შესახებ, რატომ გადაწყვიტე ვეგანობა და თან უმი ვეგანობა და მე გავყვეთ უკვე როგორც წაგვიყვანს საუბარი. ოკეი, დავიწყოთ. ესე იგი, მომაყარე კითხვები. ვიცოდი პირველი კითხვა ეს რო იქნებოდა. რა თქმა უნდა, ზოგადად რო წარმადგინე მაშინაც აი უმი ვეგანი და დავამატე ნუტრიციოლოგი, ჩემთვისაც რაღაც ახალი რეგალია არის, იმიტომ რომ რეალურად 10 წელი და მეტი, 10 წლის განმავლობაში ვიყავი იურისტი, სამართალმცოდნე, ადვოკატის კვალიფიკაციით, სამოქალაქო სამართალმცოდნე და ამის შემდგომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რადიკალური ცვლილება, რომელმაც ცხოვრების წესით შემიცვალა, კარიერაც შემიცვალა და აი დღეს აქ მოვედი უკვე როგორც ადვოკატი და რაღაცა სამი შვილის დედა, მსგავსი რეგალიებითაც ყოფილვარ, არამედ უკვე როგორც ნუტრიციოლოგი და მთავარი მიზეზი ესა გამოვიყენებ ინგლისურ სლოგანს prove them wrong. ხო გაგიგია? მიმიყვანა იქამდე რომ ეს რეგალია დავიმატე ნუტრიციოლოგის, რომ მე თვითონ შემესწავლა და მქონოდა შესაბამისი კვალიფიკაცია და ინფორმაცია რეალურად რა ხდებოდა ამ კვებით ინდუსტრიაში. იმიტომ რომ ჩემი გზა ვეგანობამდე იყო, მანამდე ვეგეტარიანელობა, მერე უმი ვეგანობა და მერე ვეგანობა. რაც არ უნდა უცნაური იყოს ჯერ უმი ვეგანობა და უმი მცენარეული კვება და მერე ვეგანობა. პირიქით იყო. საიდან დავიწყო? რომელი ერთი მოგითხრო? მოდი შენ შესახებ მოგვიყევი და მე უბრალოდ გადავიდეთ ვეგანიზმზე, იმიტომ რომ მე მყავდა სასაუბროთ ერთხელ მქონდა ეს თემა გაშლილი, მაგრამ ის ადამიანი გადავიდა ვეგანობიდან ჩვეულებრივ ბალანსირებულ კვებაზე და ამან ცოტა უკმაყოფილება გამოიწვია ჩემ გამომწერებში და გადავწყვიტე რომ არ ეგონოთ რომ მიკერძოვებული ვარ, ან თქვათ რაღაცა არ მომწონს რაღაცის პოპულარიზაციას მეტად ვაკეთებ ნაკლებად და შენ ხარ ისეთი საუკეთესო მაგალითი, ვინც მოკლედ აგვიხსნის ყველაფერს, იმიტომ რომ თავად მისდევ ამ ცხოვრების წესს. მახსოვს ეს რომ მითხარი რომ აი ვეგანებში რომ ამარჩიე ესე დავარქმო და ჩემთვის კიდევ ერთხელ აქაც ვიტყვი, მოდი რომ არის მართლა დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეხლა ხო ვეგანები მიყურებენ და ცალკე იმათთან რომ არ შევწხვენ. რა თქმა უნდა. ცალკე მინდა რომ მე თვითონაც აი სულ მაგ ეს შეგრძნება რაღაც ობიექტური ვიყოთ და ხო მე მგონი გულწრფელი ვიყოთ და ყველაზე კაი მაშინ გამოდის, როცა გულწრფელები ვართ. სხვანაირად არ შემიძლია და აი მოდი დავიწყებ იქიდან რომ საერთოდ ვეგანიზმის იდეოლოგიას აი ერთი წინადადებით განვიხილავ და მე დავიწყებ მოდი დღბოლოდან დღეს რატომ ვარ უმი ვეგანი და მე უკვე რა გზა გავიარე. თუ აი ვინმეს მსგავსი რაღაც გამოადგება ხოლმე, მე ისე მიხარია რომ სიამოვნებით ვაზიარებ ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო გამოსავალი რაღაცნაირად, გასაღები ამ ცხოვრებაში როგორ მეპოვა ჩემი წილი ბედნიერება, რაღაცა ჩემი ჰარმონია. და ამ პოდკასტსაც რო wellness პოდკასტი ქვია, რაღაც თითქოს მიქსი არის, ხდება შეჯამება არა მარტო მედიცინის, მეცნიერების თქვათ, არამედ უფრო ჰოლისტიკური მიდგომების თქვათ და სხვადასხვა იდეოლოგიების და ეს ჩემთვის ეს მიქსი უფრო შერწყმა, უფრო საინტერესო მისაღებია, იმიტომ რომ ხშირად ზოგჯერ მეცნიერებას ვერ ცემს პასუხებს და შემდგომ
განვითარება ხდება ხოლმე და ხშირად ერთი კვლევა მეორეს ეწინააღმდეგება, ამიტომ აქ ნუტრიციოლოგი იქნება, დიეტოლოგი თუ სხვა სამედიცინო წარმომადგენელი შეიძლება ორი ერთი და იგივე საკითხზე ჩატარებული კვლევა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს და აზრთა სხვადასხვაობა მუდმივად. ბანაკებად არის თითქოს დაყოფილი ხო რაღაც აქეთა ბანაკი, იქითა ბანაკი, შეიძლება იყოს ბალანსირებული კვების ბანაკებით. აი თვითონ როგორ არის იცით აკო? ეხლა კარგად მოვყავდები, ანუ ძალიან უცნაურია რომ აი ამ ტერმინებსაც, ანუ თვითონ იდეოლოგიასაც სხვადასხვანაირად იგებენ და სხვადასხვანაირად გვესმის და აღვქვამთ. ანუ ჩემთვის მე რა კვებასაც ვარ, ეს არის ბალანსირებული კვება. და უბრალოდ ის რაღაც საკვები არც კი მიმაჩნია რომ შეიძლება იყოს, ანუ ცხოველური პროდუქტები მიხვდი. ამიტომ აი როგორც ნებისმიერ იდეოლოგიას, თუნდაც პოლიტიკურ იდეოლოგიებს რაღაც მემარცხენე-მემარჯვენეებსაც კი განიხილავენ ხოლმე და იქაც ერთი სიტყვის განმარტება სხვადასხვანაირად შეიძლება და ეტიმოლოგია მაინც რაღაცა შევჯამდეთ. მოდი აი ესე ვიტყვი რომ ვეგანიზმი როგორც იდეოლოგია გულისხმობს რომ ადამიანი უნდა ცდილობდეს რომ მაქსიმალურად შეამციროს ცხოველებზე გავლენა, ჩაგვრა, მათი ექსპლუატაცია და მათი გამოყენება არა მარტო კვებით ინდუსტრიაში, არამედ ნებისმიერი ფორმით, ანუ ნებისმიერი სისასტიკის ფორმა, ეგრეთ წოდება, cruelty free პროდუქტები აწარმოს ასევე მოდის ინდუსტრიას ეხება, ასევე ეხება ფარმაცევტულ ინდუსტრიას, კოსმეტიკას და ასე შემდეგ და ყველაზე მთავარი რაც ეხლა მაგალითად ევროპაში ან დასავლეთში არის ხაზგასმული მდგრადობა, ანუ sustainability, რასაც ეძახიან, რომ გარემოს დაცვაში რამდენად დიდი წვლილი აქვს იმ ეთიკურ მიდგომას, რასაც ქვია ვეგანური ფილოსოფია თუ იდეოლოგია და ეს ცხოვრების წესი. მაგალითად, თუნდაც ავიღოთ ზოოპარკები, ანუ რაც მე ვნახე, ვთქვათ, გერმანიას აქვს ესეთი საინტერესო ბრჭყალებში უფრო ვეგანური ზოგი აღიქვამს, რომ არის ზოოპარკი, რომ შენ თვითონ ხარ გალიაში ადამიანი და ისე შედიხარ და ცხოველების მთავარი ყველაზე დიდი ღირებულება რაც არის თავისუფლება, ასე ვთქვათ, არ ერთმევად. თუმცა მგონია რომ გარკვეულწილად მოჩვენებითია ხოლმე ესეც და სრულ თავისუფლებას არ გულისხმობს, როცა სხვა კონტინენტიდან გადაადგილება, ასე ვთქვათ, შეუცვლი გარემო პირობებს, იმიტომ რომ სანახაობა შექმნა და ამაში უკვე ასე ვთქვათ, ბიზნესი აწარმოა რა პირდაპირ, რომ ვთქვათ, ცხოველისთვის ეს უკვე სტრესულია, მაგალითად, ვისაც შინაური ცხოველი თუნდაც კატაყავთ, იცის რომ ერთი ქუჩას რო შეუცვალო თუ სახლი თუ არა თუ ქალაქი, უკვე სტრესულად განიცდიან ამ ამბავს. ამიტომ ეს ვეგანიზმი ძალიან ფართო გაგებით შეიძლება გამოვიყენოთ. რაც შეეხება ხა ჩემს გადაწყვეტილებას, ანუ ვეგანიზმთან დაკავშირებით. საინტერესო ის არის, რომ თვითონ და პირველად რომ მივიღე გადაწყვეტილება ვეგეტარიანელობის, ნამდვილად ეს იყო 19 წლის ვიყავი და მაგ დროს არც კი ვიცოდი განსხვავება ვეგეტარიანელობასა და ვეგანობას შორის, ანუ ინფორმაციის ნაკლებობა იყო. და მაგ დროს პირველად დავფიქრდი, რომ როდესაც აი ჩვენი იდენტობა ყალიბდება, როგორც აი ღირებულებები, როგორც ჩემი პიროვნება, როგორც სალომე, ხო, როგორც ჩემი პიროვნება, თაკო, ნუ რაღაცა ყალებში კარგი გაგებით როლი გვაქვს მორგებული, რომ მე ვცდილობ რომ მაგალითად ისტორიის სწორ მხარეზე ვიყო და ვცდილობ რომ მოვექცე ისი ადამიანებს, როგორც მინდა რომ მე სხვა ადამიანები მექცეოდნენ. ანუ მაგალითად არ მივაყენო არანაირი ზიანი. და როდესაც აი ამ პერიოდში ამ ღირებულებების გადაფასება მოხდა, აი ვფიქრობდი რომ რა კარგია რომ თქვათ დღეს მივიდა კაცობრიობა იქამდე რომ ერთმანეთი არ უნდა დავჩაგროთ მიუხედავად კანისა, რასისფერისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და ასე შემდეგ. ანუ რაღაცნაირად ადამიანება ეს ზღვარი დავიჭირეთ რომ ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ ეს ზღვარი თავისუფლების იქამდე ევლება, სანამ სხვა არსებას, ადამიანს, უბრალოდ კანონში ესე წერია, პირველად თქვათ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომ ამ არსებას ზიანი არ მოვუტანოთ. და ამ დროს, როდესაც ჩვენს გარშემო ყველას ყავს, პირადად სახლში თუ არა, გვინახავს ძაღლი და კატა, როგორც ჩინაური ცხოველები ჩვენს ყოველდღიურობაში, ვიცით რომ მათ კარგად ვექცევით და ამ დროს ყველამ ვიცით რომ ისინი არიან გრძნობიარეები, მაგალითად, ძაღლზე არაერთი დოკუმენტური ფილმია დაწერილი, გადაღებული, წიგნები ეძღვნება, ბალადები და ასე შემდეგ და ჩვენ ყველამ ვიცით რომ ძაღლმა იცის მოჯაჭვულობა და ისინი ჩვენს გარეშე თითქმის უჭირთ ძალიან რომ
კომფორტულად იცხოვრონ კი არა გადავშენ, ამიტომ აღვქვავთ რომ მათ აქვთ გრძნობები და ისინი განიცდიან ტკივილს. და ამ დროს უბრალოდ შენს თეფშზე იდება რაღაც ძაღლის არა, მაგრამ სხვა ცხოველის, ავიღოთ ღორი მაგალითად, რომლის ინტელექტი საშუალოდ არის 3-დან 5 წლამდე ბავშვს განვითარებას უდრის და იცი რომ ისიც იგივენაირად განიცდის ტკივილს, უხარიას ტკივა, გეჯაჭვება, ემოცი გებუტება ზოგჯერ და ასე შემდეგ და ანუ ის შენ თეფშზე ხვდება. ანუ მოკლული ცხოველის სხეულის ნაწილები დანაწევრებული, რა თქმა უნდა, ხო კარგად შეზაობული და ესე ლამაზად მორთმეული. აი პირველი რაღაცა ის განათება ხო ხდება ჩემს თავში რომ მოხდა, მეთქი ჩემს ღირებულებებთან არის თუ არა თანხwebdriverში, რომ ანუ რამდენად სამართლიანია, რომ მე შემიძლია ვჭამო სხვა არსებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემზე დაბლადგანან, თუნდაც ინტელექტით ძალიან დაბლადგანან და არასდროს არ განვითარდებენ ისე როგორც Homo sapiens-ი, თუნდაც დავუშვათ, რომ მე ის გამოვიყენო საკვებად თუნდაც. და იმაში მივხვდი, რომ რაღაც მე არ მომწონს, რომ ჩემი ხელები მაგ ყველაფერში იყოს გარეული და მოდი მე ამ ყველაფრისგან თავს შევიკავებ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ გამოხდა ხანი და მე ისევ დავიწყე ცხოველური პროდუქტებით კვება. ცხოველების უბრალოდ ჭამა, იმიტომ რომ ცხოველური პროდუქტებად მიიჩნევა ეს dairy რა, ანუ რძის ნაწარმი თქვა და კვერცხი და ასე შემდეგ და animal პროდუქტები კი არა, თვითონ animals რა და ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში აი მოხდა ესეთი ალბათ ყველას მენი აი პოდკასტების თემაა ხოლმე რა, მაგრამ რაღაც ესე არის და არ ვიცი ხანერთ გულწრფელად როგორ მოვყვერო, აი რომ მოვკოდი და თავიდან დავიბადე. და აი ეს რა თქმა უნდა მეტაფორულად სიკვდილი და აი ეს თავიდან დაბადება, ვადარებ ხოლმე ხორბლის გაღივებულ მარცვალს, მეთქი, იმიტომ რომ ესე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ინფორმაციები. აი ზოგადად ვთქვი, რომ ყველაფერი არის ინფორმაცია. ხორცის ჭამა დავიწყე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, იმიტომ რომ მართლა მეგონა რომ ჩემს ჯანმრთელობას მიადგებოდა ზიანი. და მეორე გარემოს გამო, ჩემი სამეგობრო და ეგრეთ წოდებული ბაბლი. და ძალიან ძნელი არის, რომ მარტო შენ ხარ რაღაც აუთსაიდერი ვითხარ და შენც არ გაქვს ბევრი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ექიმებს მით უმეტეს არა აქვთ პირდაპირ თქვა სათანადო განათლება და ინფორმირებულობა კვების მეცნიერებაში. შეიძლება იყოს შესანიშნავი სტომატოლოგი, გინეკოლოგი და ასე შემდეგ, მაგრამ აი უშუალოდ კვების მეცნიერება არის დარგი, რომელიც არ ისწავლება სათანადო არც სკოლაში და არც შემდგომ ხარისხი თუ არ მიიღე კონკრეტულად ამ დარგში, ანუ მე დიდ ყურადღება არ ეთმობა. უფრო არის ხოლმე დაავადებების როგორ გავუმკლავდეთ და ვებრძოლოთ, ანუ სამედიცინო სფერო ამაზე ღელავს, ვიდრე პრევენციაზე. და ჩემი საყვარელი სიტყვები ეს არის, რომ მოდი ნება დავთოთ საკვებს რომ იყოს ჩვენი წამალი, let food be the medicine და ანუ როცა გადავწყვიტე ისევ რომ მე დამეწყო, ანუ ცხოველური პროდუქტები, ხორცი ამომეღო, ეს უკვე აღარ იყო ცხოველების გამო, ეს იყო წმინდად ჩემი თავის გამო, რომ აუცილებლად თავი უნდა გადამერჩინა. იმიტომ რომ ესე დაეცემი ბოდიში სუდად გრძნობდი თავს იმის ძალიან შემდეგ. სუდად გრძნობდი თავს ფსიქოლოგთან რომ მივედი ფსიქიატრთან გამიშვა. და აი მაშინ სიგნალია მენთან რომ მეთქი, ანუ რაღაცნაირად როცა შულებიც ყავს არ გაქვს უფლება რომ თუდად იყო თითქოს რა, თუნდაც ვირუსი გქონდეს თუ თავი გტკიოდეს თუ უბრალოდ არ გქონდეს ადგომის ენერგია უნდა ადგე და ბავშვი სკოლაში გაამზადო და წაიყვანო. ამიტომ მე უნდა მეპოვა საიდანმე ეს ენერგია. როგორც დედამ, ხო. კი და ენერგია აღარ მქონდა თაკო, ანუ არანაირ სიცოცხლის სურვილის ენერგია აღარ მქონდა და აი რაღაც მზე რო ამოდის რო ეუბნები რატო ამოხვედი დღეს და ახობით ესეთი ფიქრები რომ მოგდიოდა. და ბოდიში მანამდე რო დაანებე კარგად იყავი. პირველად 19 წლის ასაკში მხოლოდ ხორცი მქონდა მაშინ ამოღებული და ანუ ვეგეტარიანელი. ვეგეტარიანელი ვიყავი. კარგად გრძნობდი თავს. ჩვეულებრივად კარგად გრძნობდი თავს ენერგიულად, მაგრამ გარემო ისეთი მქონდა, ეხლა ძალიან დეტალებში ვარ ნუ ახლა ჩავიდე. დიდი ხნის წინ იყო. 19 წელი. კი, დიდი ხნის წინ. ახლა აღარ არის ეგ სიტუაცია. სულ რო ერთი იყო ვეგანი და ირგვლივ იყო ხორცი. გეთანხმები ტენდენცია უკვე, მაგრამ მაინც არის აი თუნდაც შეიმინგი. ესე აი მაგალითად კაცი ხარ. კი, მაგრამ აი ვიცი რა არის რაღაც სამეგობრო იკრებება და ყველა მიდის აი თუნდაც მოდი ჩემი შვილების მაგალითზე რომელიც არასრულწლოვნები არიან და ნუ ძალიან იშვიათია ეხლა რომ არასრულწლოვანი მშობლების გავლენა თუ არ არის მიიღოს ეს გადაწყვეტილება იმიტომ რომ როცა სამეგობრო სადღაცას მიდის სახინკლაოდ სამწვადაოდ ანუ კი შენ ხარ აუთსაიდერი გარკვეულწილად ანუ თუნდაც ხშირად ესეთი კომენტარები იყო ხოლმე რომ ანუ შენი ქმარი როგორ უძლებს თუ რაღაც ანუ მსგავსი და მე
თუ ვკითხავ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობა, რითაც მე პირადად დავარჩევდი შეყვარებულსაც და ჩემი შვილიც ახლა თინეიჯერი რომ არის, ანუ დეიტზე რომ მიდიხარ, ესე იგი ამდენი რაღაც უნდა გაითვალო. ვეგანობა უფრო რა, ვეგეტარიანობა კიდევ უფრო მარტივ ჭრილში გადის. იცი ბოდიში წვილის მესმის, იმიტომ რომ ახლა პარტნიორი ერთად თან საკვებს ამზადებ, ანუ ძალიან რთულია. მაციოს რო გამოგებს სუნიდან და თან უკვე რაღაც ფილოსოფიაზე ვისაუბრეთ ხო, ანუ მიდგომაზე და შესაბამისად ეგ ძალიან რთულია უკვე. იმიტომ რომ ფასეულობებიც და შეხედულებებიც ალბათ რადიკალურად სხვადასხვანაირი გექნებათ, ხო? და ამიტომ პარტნიორი გასაგებია, მაგრამ მეგობრებზე რაღაც ვერ აღვიქვამ, რომ შეიძლება იყოს პრობლემა. ჯერა შენი, მაგრამ ჩემთვის უცნაურია. კი, აი ზოგიერთი მეგობარი ჩემთვის არის მართლა როგორც ოჯახის წევრი და შეიძლება საქართველოში მოკლედ ძალიან კაი დაქალობა ვიცით რა. არ ვიცი ხა ეს როგორ თქვა, მაგრამ კიდე უფრო რომ გამოცადია ალბათ დასავლური კულტურა. აი სუმი და ხომ მეთქვა რომ ჯიგარისა და აქვს ამ ხალხს მეთქი ანუ რატო არ არის ანუ სად გააკეთე თან ხე შენ ჩრდილოეთში ხარ ირლანდიაში და იქ კიდე უფრო განსხვავდება ვიდრე სამხრეთი კი ზოგადად აღმოსავლეთ ევროპა ძალიან განსხვავდება დასავლეთ ევროპისგან მაგრამ რაღაცნაირად კავკასიური ქართული აი ეს თანაგრძნობა თანადგობა ეს კიდე უფრო სხვა ნაირი მეგობრობა ვიცით ჩემი აზრით პირდაპირ ვთქვი თუმცა რა თქმა უნდა საოცრად კარგი ადამიანები შემხვდნენ მადლიერებით ვარ ახსილი საერთოდ. მე რაღაცას იმას ეძებ, რაც ვერ იპოვეს. ალბათ ჩვენთანაა. ხო, შეიძლება ხო მე ასაკანო იქ რო ჩამოყალიბდები კიდე სხვა მეგობრებსაც ახლა სხვანაირად ვარჩევ და ბავშვობის მეგობრები კიდე სხვა. აი გეთახმები ბავშვობის მეგობრები უმეტესად ჩემი წრიდან არ არიან ვეგანები. მაგრამ როცა დატვირთულ რეჟიმში ვართ იცი უკვე როგორი ინდუსტრიალიზაციამ რა მოიტანა ზოგადად ამ ეპოქაშიც ცხოვრობს, რომ ისეთი დატვირთული ხარ დღის განმავლობაში, რომ მართლა დროც არ გაქვს, რომ ხშირი დრო გაატარო, მაგრამ იცი რა გათვალისწინება უწევთ შენი და ზოგჯერ რაღაცა უხერხულობასაც გრძნობ აქეთ რომ აი არ გინდა რომ შეაწუხო. მიხვდი აი ეს მომენტები არის და გააჩნია რამდენად დიდ დროს ატარებ. აი არ ვიცი შენ თუ ყავს ესეთი ახლო მეგობრები, ანუ კვირაში რამდენიმე დღეს თუ ატარებ ან თუნდაც ერთად რომ მიდიხართ რაღაც ტრიპზე, უკვე ბევრი გათვალისწინება გიწევს. პრინციპში ჩემთვისაც ბევრად კომფორტულია, როდესაც ერთი კვების პატერნი გვაქვს მე და ჩემ მეგობრებს და რა თქმა უნდა, უფრო ეხა რომ დავფიქრდი, მართალი ხარ, უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ მეც თქვათ, იმიტომ რომ ჯანსაღად ყოველთვის ვირჩევ კვებას, მირჩევნია ალბათ ისეთი ადამიანები, ვინც ჯანსაღად იკვებებიან. საერთოდ ვეგანობას რო თავი დავანებოთ. ანუ ის ხუთი ადამიანი ვინც ჩანს გვერდზია, ხო, იცი, ანუ ესეც იქნება. ხო, ხა სიტყვაზე ვიღაცას რომ სულ მაკდონალდში უნდა წასვლა და შენთვის რომ ეს წარმოუდგენელია, ალბათ გადი. და შენ მაკდონალდში ეძებ გლუტენის გარეშე, ლაქტოზის გარეშე მითფრი ყველაფერს არაფერს არ ვეძებ, არ ჯამ მაკდონალდს. ხო, ნუ მაგალითად ვამბობ რა, ანუ შენც რო თქვა ვეგანი თუ ხარ, მაგდონალდში იპოვი ვეგანურ ბურგერს, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, ფასეულობა. აი, ეხა გაგიგე, მივხვდი პარალელი რო გავავლე, მივხვდი, ხო. ანუ უფრო კომფორტულია და რა თქმა უნდა, sharing-იც უფრო ჟარგონს გამო გისწორდება რა, იმიტომ რომ იმას ესმის შენი მიხვდი, აი, რო ვიღაცას რო გამოცდილი აქვს ის გზა რაც შენ გაიარე, ბევრად უფრო მარტივია გაზიარებაც. დაუბრუნდა ეხა, აი, რაღაცა მინდა რომ დავლინკო რა ამასთან, რომ ანუ მახსოვს რომ აი ეს არაინფორმირებულობამ რაც გადამაწყვეტინა ისე რომ დამაწყებინა კვება შემდგომში რის გამოც მე დავიწყე მაინც უფრო იყო სპირიტუალური მიზეზი ანუ იოგა დავიწყე მოკლედ და რაღაც ეს იოგა სხვანაირად მე მგონია რომ სხვანაირი იოგა დამემართა იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი ღირებულება ამის შემდგომ მიყვა რა ესე რაღაცა წერტილება დოთებად დაუკავშირდა და ზოგადად რამე ლიტერატურა თუ წამიკითხავს იოგაშიც აი ჩემი საყვარელი წიგნი მე მგონი მაშინ ვისაუბრეთ ერთ-ერთი ზითარტა ჰერმან ჰესეს და უმად იკვებებოდა იოგა სუტრაში აბსოლუტურად ზოგადად იოგაში ლიტერატურა ის არის რომ ყველა უმად იკვებებოდა ეს სხვადასხვა ლიტერატურებიდან რომ მივიღე ეს უმად კვება საერთოდ არც კი მსმენია რა იყო მანამდე ხვდები და მე ხოჭ რაღაც ადამიანები და რომ მოდის მაინც აი უკვე რომ საკითხზე ფიქრობ შენთან ინფორმაცია და ანუ რელიგიასთან არ ვაკეთებ ამ შემთხვევაში რაღაც პარალელს უბრალოდ ვამბობ რომ სპირიტუალური გზით ერთ-ერთი ადამიანი იყო მამას თერაპიონი, ქართველი მამაო, რომელიც შავბერად ვიცოდი რომ იყო აღკვეცილი და ნუ მოკლედ მისი წმინდა ძალა და ენერგეტიკა იმდენად დიდი იყო და სუფთა რომ თქვა ადამიანებს ეხმარებოდა უკურნებელი სენი დაემარცხებინათ და რომ დამაინტერესა, ანუ უბრალოდ თუნდაც ინტერესის გამო, რა ცხოვრებით ცხოვრობს, ანუ რა სტილი აქვს და რანაირად ანუ იკვებება მაგალითად თუნდაც, მხოლოდ გაღიობებული ხორბლით. ეხლანდელ მამაოზე ამბობ, ხო? კი, მამა იოანე. კი, მამა იოანე გახდა და ბრინჯსაც. მე მოკლედ შეცვალა გზა ქონდა გასწავლელი.
ძალიან ცოტა რაღაცას მიირთმევდა. კი ბატონო, კი. და ანუ ჩემთვის იყო მაშინ რომ აი თუ შემილია რომ მე თვითონ რაღაც დამძიმებული რო ხარ შინაგანადაც და უკვე ბუმბული რო დამემატოს მეთქი აღარ მიდამეტი არაფერი პასუხისმგებლობა, აი თითქოს ვცდილობდი რომ რაღაც შინაგანი სისუფთავე მეპოვა. და აი ეს გზა პირობითად რაც მე გავიარე, დავარქვათ ბჭყალებში ზითარტას გზა, რასაც ყველა ადამიანი გადის თავისებურად, მეტნაკლებად, დაჩქარებული ან უფრო განხანგრძლივებული წესით, მოიცავს იმას, რომ შენს თავში ერთხელაც სვავ კითხვას, რატომ? და აი მე მივედი იქამდე რომ ჩემს ხეულში რაც ჩადიოდა, ანუ მინდოდა რომ იმას ჩემთვის უფრო მეტი სარგებელი მოეტანა ვიდრე ზიანი. ანუ ყველაფერი ხო ენერგია არის. აი თუნდაც რომ დავიწყე სიცოცხლის ენერგია მინდა მქონდეს, ბავშვები გავზარდო მინდა მქონდეს, რაღაცა გავაკეთო ჩემი, რავი, დედამიწისთვის თუ არ გავაკეთებ რამესას იკეთოს, ჩემს აგურს ჩემი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის თუ არა და რა ვიცი, უბნისთვის თუ არა გითხარი ვარანცოველი ვარ თქო, აქ დავიბადე თქო. ანუ ჩემი ოჯახშულებისთვისაც რომ გააკეთო, ამისაც გჭირდება ენერგია. და ესეთი პოზიტიური პრანა საკვები, ანუ პრანა არის სიცოცხლე ენერგია იოგაში, პოზიტიური ენერგიით სავსე საკვებს ეძახიან ამ ცოცხალ სცენარეულ კვებას და დავიწყე კვლევა და ძიება. ეს იყო პანდემიის პერიოდი და როგორც ექსპერიმენტები ისე დავიწყე უმი კვება. ახლა რა განსხვავება უმი კვება? უმი შეიძლება იყოს ცხოველური პროდუქტებიც, თუნდაც უმი ხორცითაც იკვებებიან, არსებობენ ასეთი ინფლუენსერებიც. და უმი თევზი მაგალითად, ნუ ხა სუში ალბათ ყველას უჭამია. საშიმი. კი ბატონო, უმი თაფლი არის უმი პროდუქტი, მაგრამ არ არის ვეგანური. ამიტომ თქვი, რომ ეს გზა უცნაურად ის დაიწყო, რომ ჩემი თავიდან გამომდინარე, მე უნდა ვიყო ახლა კარგად მეთქი და გადავრჩი, ამიტომ რამე გამოსავალი ღმერთო სამყარო რაღაცა მიშველე და თითქოს გამომიგზავნა რა ეს და რომ პირველივე დღეებში რაც დავიწყე რომ დილით გავიღვიძე და ჩემი განწყობა ეგ ცხოვრებაში არ დამავიწყდება, იყო შეცვლილი. ანუ აი mood booster-ებს რო იღებენ ხოლმე, ხო იცი, და ეს მეთქი ხა მართლა მხოლოდ ამან თუ მოახერხა, მოიცადეთქო და მე ავდექი და უკვე ერთკვირიანი ექსპერიმენტი გავაკეთე. ანუ მე პირდაპირ ვამბობ, რომ ფსიქოლოგებმა მოგიყვები, ეგრევე ჩამოგიწიკწიკებ ჩემი დღის მენიუს. მე პირდაპირ მგონია, რომ ფსიქოლოგიური მენტალური ჯანმრთელობის 80% შეგიძლია მოიგგვარო კვებითი, სწორი კვებითი ჩვევებით, იმიტომ რომ საკვები ორგანულ დონეზე, უჯრედოვან დონეზე შემოდი ჩვენი ნაწილი ხდება და როგორც სისხლს მიაწოდება რა ტვინი ხო, როგორც ალკოჰოლი ახდენს გავლენას, როგორც ნარკოტიკი მარიხუანა ახდენს გავლენას, ზოგიერთი საკვები ჩემთვის არის ნარკოტიკი და მე როგორც აზღობ, რომ ჩემთვის ტოქსიკურია საკვები. არა მარტო საკვები ადამიანი, ან ურთიერთობა, თუ ჩემგან უფრო მეტი მიაქვს ვიდრე მაძლევს, ესე იგი ტოქსიკურია. თორე ყველაფერი გაძლევს რაღაც სიკეთეს. აი ნებისმიერი საკვები, თუნდაც შაქარი რო ავიღოთ, ხო, რა განსხვავება რაფინირებულს და არარაფინირებულს შორის. გიკეთებს ამ ბუსტს გიკეთებს, უცებ ენერგიას გემატება, მაგრამ რის ხარჯზე შენი შაქრის დონე იწევს, მოკლებადიანად ხდება ეს და სინამდვილეში მერე კი ბატონო. არანორმალური რაოდენობა. ნარკოტიკის დონის. ჩემი აზრით სრულიად ესე ვამბობ ხომ ეს ნარკოტიკია. ეს არ არის საკვები და დღეს სუპერმარკეტში რომ შევდივარ, არ არსებობს ჩემთვის სასურველი საკვები. ნუ ხილბოსტანში თუ არ წავედი და რატო? 99%-ს აი ეტიკეტი რო გადმოატრიალო, აქვს დამატებული ან შაქარი, ან შაქრის შემცვლელი უარესი ქიმიური დანამატები. სალომე, მე არ ვარ ვეგანი, მაგრამ ჩემთვისაც არ მოიძალება, ანუ სასურველი ძალიან მეჭერს. აი ეს განსხვავება უყურე ვეგანობასა და ანუ ვეგანობას შორის, უფრო მაინც შორს მიდის ვეგანობა და შეიძლება უფრო რადიკალურად ჩაითვალოს, მაგრამ მე იმიტომ არ ვთვლი ზოგადად თავს ეს რადიკალურ საერთოდ ყველაფერს არქმევენ ამ ბოლო დროს რა, ფემინიზმიდან დაწყებული, მოკლედ ყველაფერს რადიკალებად შეიძლება შევრაცხოთ, მაგრამ მე პირადად თუ დამჭირდება და ჩემს შვილების დასჭირდება და თვით გადარჩენისთვის, მე თვითონ წავალ ტყეში მოვინადირებ, თუ შევძელი რომ მოვინადირო და მოვერიო, მოვკლავ და შევაჭმებ ჩემს შვილებს, როცა საჭირო იქნება. ანუ ვეგანობა ჩემი გადაწყვეტილება, როცა 2025 წელს ვცხოვრობ ამ კაპიტალიზმში, სადაც მაღაზიაში შევდივარ და შემიძლია არჩევანი გავაკეთო, მე მირჩევნია უფრო ჰუმანური არჩევანი გავაკეთო და არ დავიფინანსო ინდუსტრია, რომელიც ისევ იმ ტოტს მიჭრის, სადაც მე ვზივარ, ანუ ისევ დედამიწას აზიანებს და ანუ აქ ამ სამართლიანობასა და აი ჩემთვის უფრო ერთი სიტყვით რო გამოვხატოთ ხო ვეგანობა, ვფიქრობდი აი შენთან მოსვლამდე, არის თანადგომა და თანაგრძნობა. ანუ თუ კი ჩვენ ვართ იქამდე მისული, რომ
ადამიანებმა ერთმანეთს ყველაზე ღირებული რაც გაგოჩინა გვერდში დავუდგეთ და თანაგრძნობით მოვექცეთ, ემპათიის გრძნობა განვავითაროთ. აქ ერთადერთი შტრიხი უნდა შევიტანოთ, რომ ეს მხოლოდ ადამიანებს ეხება თუ სხვა ნებისმიერ ცოცხალ არსებას, რომელიც ემოციური მგრძნობიარეა და ტკივილს განიცდის. აი თუ ამ ზღვარს გავრებ, რომ ნებისმიერ ცოცხალი არსება იმსახურებს თავისუფლებას და შენ მხოლოდ იმიტომ რომ დომინაცია მოიპოვე, ანუ არ დაჩაგრო და არ გამოიყენო, არ მოწველო მთელი ცხოვრება და არ გამოკეტო და მე თვალწინშვილი არ მოუკლა გაყიდოთ. ანუ ეს ემოციური რაღაც ბალანსი დაიცვა დედამიწაზე. მე ვფიქრობ, რომ კარგად რო ჩაუღვარდოთ ჩვენს თავს, გულში ყველა მისის, რომ ეს უფრო კეთილი არჩევანია. და როცა ამბობენ ხოლმე, ამასაც გაუსმევ ხას, მოდი, რომ არჩევანი არის ვეგანობა და თავს არ მოვახვიოთ სხვებს. აი მოდი მეც შენ კითხვას დაგისვავ და შენ თუ მართლა გექნება ამაზე პასუხი მაინტერესებს. იმიტომ რომ საკმაოდ მიმღებლობა გაქვს, ხო? ეხლა ყველაფრის, ამიტომ ვზივარ ალბათ. შენ თავისუფალი ხარ და მეც თავისუფალი ვარ. შენ თავისუფალი არჩევანი იქამდე თუ იზღუდება, სანამ თქვათ მე ზიანს არ მომაყენებ. თანხდებით ამაზე. თუ კი შენი არჩევანით, რასაც მაღაზიაში პირობითად ან რესტორანში ან თუნდაც ხო ნებისმიერი ფორმით იღებ. პირდაპირ თუ ირიბად, ანუ პირდაპირია, რომ ნუ შენ მე მომკლა ირიბია, თქვათ დაიქირავო კილერი, რომ მე მომკლა, ხო? ანუ ირიბად თუ ზიანს მაყენებს. ანუ animal farming-ი, როცა ვიცი, რომ ამაზონის ტყეებით შეხება, როცა ვიცი, რომ ამ ცხოველური ფერმების გამო არის, რომ პესტიციდები საერთოდ შემოღებულ იქნა და მე იძულებული ვარ ვჭამო ანუ პესტიციდებით გაჟღენთილი ხელბოსტნეული გლობალურ დათბობაში ამისი წვლილი, გარემოს დაცვაში, მდგრადობაში და აი ანუ სულ რომ ეთიკას თავი დავანებოთ, ამ და ჩემ თქვათ როგორც ადამიანს ზიანს აყენებს, სხვა ცოცხალი არსებას თუ განვიხილავთ როგორც არსებას, იმისი თავისუფლება ხო უკვე იზღუდება და უნდა გავავლოთ თუ არა აქ ზღვარი, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ იქამდე, სანამ სხვა ცოცხალი არსების თავისუფლებას ვეხებით. ხო, ანუ პრინციპში ჩემ საკუთარი თავიდან გამომდინარე ეს ადამიანზე მაქვს და თან სანამ მე ხა ვერავის ვერ მივაყენებ ვერც ტკივილს და ვერც ზიანს ცხოველებზე ვგიჟდები. მაგრამ აი ყველა ცხოველზე? ყველა ცხოველზე, კი. ასე მეც რო არ მიყვარს დიდ ცხოველები? მე ძალიან მიყვარს ცხოველები. მაგრამ აი რო არ მიყვარს არ მიშლის ხოს რო არა, მე ძალიან მიყვარს, თუმცა ეხა ყველა ცხოველი თქვა ხომ მტაცებელი ცხოველი ხა სად უნდა ვნახო ეს შემიყვარდეს. ლამაზია რომ დაინახო პანტერა რაღაც. რა თქმა უნდა. და ნუ თქვა ყოფილ ვარ ისეთ ადგილას, სადაც შორიდან მინახავს და მართლა საოცარია ზოგადად ჩვენი პლანეტა და ყველაფერი ბუნება, ცხოველები, ფაუნა, ფლორა. მაგრამ მე არ მაქვს ხო იცი შენაირი დამოკიდებულება. ვიცი, მაგიტომ მაინტერესებს ხა. არ მაქვს შენაირი დამოკიდებულება, იქიდან გამომდინარე რომ მე ვცადე ვეგანობა, როდესაც იყო ამის ბუმი, რომ ჯანმრთელობისთვის არის კარგი და რეალურად მე ხვდები რომ ეს ვეგანობა არ არის სცენარეულ კვებაზე გადასვლა ვცადე, მოდი ესე დავარქმევ და იცი არ უღრმავდები, ეხლა შენ რომ მოყევი რომ ეს ცხოველების ნაწილები, მოკლული, დევს, სუფრაზე, რა თქმა უნდა, ეხლა ამას რომ ყოველ წამს ჩავუღრმავდე, ვერაფერს ვერ შევჭამ. თუმცა მე ისედაც წითელ ხორცს ძალიან იშვიათად მივირთმევ. მაგრამ აი, ნუ რაღაც ესე გავიზარდე, რომ ბავშვსაც ჭირდება ხორცი, ანუ ესე ჯერა, რომ თითქოს ვეგანობით ვერ შეივსებ იმ ანუ ნუტრიენტებს, იმიტომ რომ მე რო ვცადე ვეგანობა, ძალიან გამიჭირდა. აი თქვათ იმ ცილის დაბალანსება, შევსება ყველაფრის და ჩემთვის იყო ბევრი ნახშირწყალი. შესაბამისად ძალიან გამიჭირდა. შენ მე მითხარი რომ გჭირდებოდა დრო, რომ გადაგელა ხო, მაგრამ ხო ხვდები ხა რო ვცდილობ რაღაც კვებას 2 კვირა და შვებას რო არ გაძლევს და პირიქით რო არ გრძნობ თავს კარგად ცოტა შებერილობას გრძნობ სიმძიმეს და უფრო რო გშია, იმიტომ რომ ეს ნახშირწყლები ტკბილს მანდომებდა მე. მე ვიფიქრე რომ ეს არ არის ჩემთვის და როდესაც ჩემენაზე დაბალანსებულ კვებას ვეძახი რომ უმეტესად ხო, აი პესკეტარიანული ძალიან მიყვარს მაგალითად უმეტესად. რატო უფრო მსუბუქად გრძნობ თავს თუ კარგად ცოტა? ძალიან მიყვარს, ბევრად მსუბუქად, მაგრამ ნუ პერიოდები მაქვს რომ ვთქვათ ბევრ თევს რო შევჭამ, მე ქათამი მინდება ძალიან და აი ქათამს მიმინდება. მე პერიოდები მაქვს რომ შეიძლება წითელი ხორციც მომინდეს, მაგრამ
იშვიათად ვჭამ, იმიტომ რომ მაინც უფრო მამძიმებს. მაგრამ აი ყველაზე კარგად ვარ დაბალანსებულ თევზზე, რო არის ცხოველური ცილა, არის პარკოსნები ცოტა, ბოსტნეული, ბურღულეული და თქვათ დღეში 3-ჯერ მივირთმევ ხილსაც ვჭამ, ბოსტნეულს, ანუ მთელი რიტუალია ჩემთვის ეს ყვება. თქვათ დავუშვათ, რომ შენ იგივენაირად ფსიქოლოგიურადაც მზაობა გაქვს ისეთი, რომ მოკლედ მოგწონს ხოლო სცენარული ყვება. აი, ეხლა რატო იცი, გადავედით უკვე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უკვე ჩვენ თავს თუ ვაყენებთ ზიანს, ეს რამდენ მე არ ვფიქრობ, რომ საკუთარ თავს ზიანი უნდა მივაყენოთ. ის დესტრუქციულები არ უნდა ვიყოთ. გაგიზიარებ კიდე ერთ რაღაცას თქვათ, სცენარულ ყვებაზე ვყოფილ ვარ 2 კვირის განმავლობაში რიტრითებში, ანუ ეს მახსოვს, კი. და იქ სხვა რაღაც ხდება. მახსოვს რომ ეხარე შენ თუ 4-ზე იყვიდებ და მედიტირებ, შენთვის კი გაიქნებოდა. ანუ ხო ხდები სხვა რეჟიმია. იქ და მართლა შენ თავს უძღვნი მთელ დღეს. რაღაც სხვანაირად უვლი, აკვირდები, იქ მედიტაციას აკეთებ, იოგაზე მიდიხარ. ანუ რეალურად მაგიტო ხარ წასული, რომ გაისუფთავო შენი ორგანიზმი. თან აი არ ვიცი, ხო იქ რა ვიცი, თან გიზღუდავენ, მაგდენს არ გაჭმევ და სულ არ გშია. ნაყროვანებაში არ ხარ. მაგას ვამბობ, აი რაც მართლა სპირიტუალური პრაქტიკა არის. 3 დღე შეიძლება გიჭირს, მაგრამ თან ახლა ფიზიკურად ვერ წახვალ, ვერსად ვერაფერს ვერ იყიდი. ხელმისაწვდომიც არ არის, რაღაც კვებები გაქვს. მოკლედ მომზადებული ხარ ამ ყველაფრისთვის და მინდა ვაღიარო, რომ აი საოცარი შეგრძნება ბედნიერების და აი მართლა სეროტონინი რო გამომუშავდება, ანუ ჩვენ მოკლევადიანად მცენარეული ყვება შენთვის დადებითად მოქმედებს. გრძელვადიანად ვერ მიიღე. უფრო ქალაქში, კი, მაგასაც აქვს გავლენა. ჩვეულებრივად ცხოვრობთ და ჩვენი რეჟიმი გვაქვს და არ ვიცი რაღაც ეს გამონაბოლქვიდან დაწყებული. კი, ხარ ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ არ არის ესეთი მოწესრიგებული სტილ უფრო ადრე და ყველაფერი გვიან არის თან საქართველოში, ხო? მეც დავიგვიანე. ანუ აი მეგობრების ნახვაც ხო ხდება გვიან და ნუ რაღაც შენ მიკროსამყაროს თუ შეიქმნი, რომ რაღაც აკეთო შენ. ხო, მე გბეზრდება, იმიტომ რომ რაღაც გრძნობ რომ მეგობრების გენატრება. ანუ აი არ ვიცი, არ არის ჩემთვის ესეთი ადვილი, მოკლედ რომ ბოლომდე რაღაც რადიკალურად გადავერთო. ერთადერთი რასაც ვაკეთებ 80-20-ზეა. რომ 80% ვჭამო ჯანსაღად, ვივარჯიშო, ძილს მივაქციო ყურადღება, ჩემ სულიერებას, პრაქტიკებს, სხვადასხვას და ნუ ის 20% მეგობართანაც მინდა, დაბადების დღეც მინდა, გართობაც მინდა, მაგრამ დიდი დოზით აღარ მსიამოვნებს. ადრე რო სუთვალი გიჭირავს, უკანეთ გახვიდე და რაღაც ახლა მასაკსაც მოაქვს რაღაც შენი მოკლედ სიმშვიდე და ამბები. მაგრამ აი ვეგანობა შენ როგორც გაქვს დამოკიდებულება იმის და მეხოთ რომ ცხოველები ძალიან მიყვარს. აი მხოლოდ ეთიკურად რო გამცე პასუხი. აი დამისვი თავიდან კითხვა, აბა. აი ეთიკურ ჭრილში თუ კი ფიქრობ რომ შენ თავისუფალი ხარ როგორც ადამიანი, მაგრამ იქამდე რომ სხვა ადამიანის თავისუფლებას არ შეზღუდავ, არამდენად ეთიკურია შენთვის, რომ შენ თავისუფალი ხარ იქამდე, სანამ სხვა არა მარტო ადამიანის ნებისმიერი ცოცხალი არსების თავისუფლებას შეეხები. ანუ ეთიკურად და სამართლიანად მიგაჩნია? შენ რო გისმენ, ეთიკურად და სამართლიანად არ მიმაჩნია. რატომ? ანუ გეთანხმები შენ. არ მიმაჩნია, იმიტომ რომ ესე რო ჩავყვე და დავფიქრდე რეალურად, ნუ მართლა საშინელება არის, რომ ცოცხალ არსებას კლავ, იმიტომ რომ სუფრაზე შენ მერე მიირთვა. ხო, თქვათ აი ადიდასმა შეწყვიტა ხა კენგურუების რა დავარქვა, ხოცვა, ანუ ხო არასდროს არ დავფიქრებულვარ მეც რომ ფეხსაცმელი ძალიან მიყვარდა ხოლმე ადიდასის ბოტასები, რომ კენგურუ იყო ცოცხლად გაყავებული, აი ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. ანუ ვეგანიზმი ხო ამასაც მოიცავს აუცილებლად რომ არ გეცვას. სამკაულიდან დაწყებული ყველაფერი ეს ფეხსაცმელიანი. არის რომ მეორადებზე აქვთ ხოლმე უფრო ვეგანური, იმიტომ რომ ეს მოდის ინდუსტრია კიდე ცალკე მონსტრია, მოკლედ მეორე რომელიც მაინც ახლა სულ რომ მეორადი ტყავი გამოიყენო. იცი რა, ზოგიერთი ვეგანი ამას აღიქვავს უფრო პირიქით, შეიძლება ვეგანური იყიდო ესეთი რაღაც ბრენდი, ხო, უფრო ზიანი, უფრო მეტი ზიანი მიაყენოს დედამიწას. კი. აი, სხვათა შორის ავოკადოზეც არის საუბარი. აი, მინდოდა ეკითხო რომ დაგესვარა. აი, მითხარი, იმიტომ რომ ჩემ შვილთან მქონდა განხილვა. ამათი მოვისმინე ესეთ პოდკასტში, ამერიკაში, რომ კამათობდნენ, რომ იცითო თქვენ რომ ავოკადოს მოსაყვანათო იმდენი გაზიო და იმდენი რაღაც სიხარჯებაო, ხო? ესე იგი, ზოგადად გადავიდეთ ახლა ისევ ეთიკურ ჭრილში განვიხილოთ და მე მეტყვი რომ ჯანმრთელობაზეც ისაუბრე და ხაზი გავუსვარ, იმიტომ რომ ჩემი მიზანი მაინც უმადრო დავიწყე, მართლა ჯანმრთელობა იყო. ავოკადო იქნება თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტი, აი
მაგალითად ბიომეურნეობაში ვიყავი გუშინ წინ ჩემს მეგობართან კახეთში ორგანულ პროდუქტს აწარმოებს სამყურა თუ გსმენიათ და ანუ სულ რაღაცებს რო საუბრობთ ხოლმე ანუ მეტანი კაი მითხრა რომ აი თუნდაც ეს ჭარხალი სტაფილო თუ ბროკოლი თუ ყაბაყი იმისათვის რომ მოვიყო ანუ წარმოება განხორციელდეს შეუძლებელია რომ იქ ჰაბიტატები არ განადგურდეს ანუ რაღაცა რა ვიცი მატლებიც კვდებიან ასე ვთქვათ ხო მინიმუმ და როცა ორმაგ სტანდარტებში კვდებენ ბრალს თუ რა ვიცი როგორ ვთქვა დებატების სახით თუ კამაც თუ დავარქმევთ ამას რომ თუ კი თქვენ მართლა გადარდებთ ვთქვათ ეს ცხოველები რა მატლის ცხოველი არ არის იმიტომ რომ თუ ფუტკარი განიცდის რომ თავს ართმევ და პირობითად ინდუსტრიას ეწინააღმდეგები და თავს არ მიირთმევს ვეგანი როგორც ცხოველურ პროდუქტს, მაშინ რა განსხვავება იმ კოღოში, რომელიც ზედ გაჯდება და კლავ, ანუ დაახლოებით ესეთი კითხვებიც მსმენია მართლა. ჩემთვის ნუ ცოტა პარადოქსულია და მეცინება ხოლმე, იმიტომ რომ ზოგადად რაც შემაწუხებს და კიდევ ერთხელ თვით გადარჩენისთვის, ანუ ყველაფერს გავაკეთებ და ჩემს თქვა შვილებს თუ დაჭირდა, მაგრამ აქ საუბარია ყოველდღიურ არჩევანზე, რომელიც ანუ ბევრად მარტივი შეიძლება იყოს და არ ნიშნავს რომ ვეგანები ანგელოზები ვართ და სრულყოფილები და idеალურად შეგვიძლია რომ 100%-ით გავაუქმოთ ჩვენი ზიანი დედამიწისადმი. მაგალითად მე რო ChatGPT-ს ვიყენებ, AI-ს რო ვიყენებ, უკვე დედამიწის რესურსი იხარჯება. მაგრამ ძალიან დამეხმარა მიკრობიოლოგიის სწავლაში მაგალითად, ანუ და ძალიან გამოვიყენე. ჩემი ლექტორები ვერ გაიგებენ ახლა ამას. დავალებები რა კარგად იწერება, ხო? არ თარგმნოთ. ხო, ანუ იმის თქმა მინდა რომ თუნდაც მობილურის გამოყენება და ნებისმიერი რა თქმა უნდა შემცირებული მაგ პლასმასის გამოყენება და დეგრადირებადი პარკები და მაგალითად მე დავიწყე შეგროვება. აჩა. კი, იმიტომ რომ მყავდა სტუმრად ეკობლოგერი ნინა და ხო მითხრა სად უნდა წავიღო როგორ და დავიწყე შეგროვება და სხვა შორის ისე კარგად გრძნობ თავს რომ რაღაცა ჩემი წვლილი შემავს. აი ხვდები რა ზუსტად ეგ მქონდა ანუ არჩევანი როცა ვეგანობის გადაწყვეტილებას იღებ და მე უკვე როგორ შევედი ძიამროლში უკვე ეს ვეგანური აქტივიზმი რო დავიწყე ესე გიჟივით რო ავენთე რომ მეთქი ანუ ისინი არიან voiceless ანუ ხმარ აქვთ ხო აი ქალები ხო ვიბრძოდით ხო როგორ თქვათ აბა მომეხმარე ესე ანუ ხმის გარეშე ვერ იცავენ საკუთარ თავს რა და ანუ მე მესმის ხედავ მეთქი და ანუ რამის აი რა ვიცი მინდა რომ ჯერ ბოდიში მოუხადო რაღაცა და როგორ შეიძლება რომ თქვათ ქალებს ქონდა შესაძლებლობა რომ რაღაცა ჩვენი უფლებები დაგვეცო და ისინი საკუთარ თავსაც ვერ იცავენ უბრალოდ თვალებში არავინ არ უყურებს თორე უბრალოდ როგორ დამოკიდებულებაა რომ ცხოველი მაინც არ არის ადამიანი და რაღაც ზედმეტი ვთქვათ მოხმარება არ არის კარგი მაგრამ რაღაც რაოდენობით ანუ რახან ადამიანები ვართ მე ხო გესაუბრე 100,000 ძროხა იკვლება სტატისტიკით data world award-ად რაც არის ძროხა მარტო მსოფლიოში ყოველწლიურად და თუ არ ვწდები 200 მილიონზე მეტი ქათამი ანუ ჩვენთან საქართველოში ისედაც არ არის ეს გუშინ მყავდა ნუტრიციოლოგი დაბალანსებული თებში ანუ უფრო მეტი არასწორად მივირთმევთ უფრო მეტი საქონლის ხო თქვა ხორცი გამოიყენება ვიდრე ვთქვა თებში რომ უნდა გამოიყენებოდეს ესე იგი დაბალანსებულად ხო პარკოსნები ქართული კულინარია ძალიან საინტერესოა და ძალიან მდიდარია და ჯერმეტო მიქსი არის აზიური და ევროპული კულტურისთან ვგიჟდები ძალიან მიყვარს მოკლედ და სხვა შორის ძალიან მდიდარია ვეგანური სამზარეულოთიც ანუ რა ვიცი დაწყებული ჩვენი ფხალის ასორტი თავის ჭადი და თავისი ღომი ბაჟეთი და აჯობსანდალი და ლობიო ყველა პოზაში მიყვარს მე შეგილე სოკოთი გააკეთო კი ყოველოვანი კომბოსტო ჩადო და აი ლობიოზე თალკე ის უნდა მიეძღვნას ლობიო ისეთი აი ეგეთი ვეგანური კარგი მსოფლიოში არ არსებობს ანუ ქოთანში ამოლესილი მწვანე ყველა პოზაში მართლა საოცარი თავის მჟავეებით ფერმენტირებული საოცარი კერძები გვაქვს მაგრამ და ერთი კარგი რაღაც გვაქვს კიდე ბევრ მწვანილს უშვებით რა რაღაცა ყველა კერძში მწვანილები გვაქვს დომინირებს მწვანილი ყველაფერს ეთავსება და ძალიან კარგია კი ერთი წიგნი არსებობს ესეთი Green for Life ვიქტორია ბოუტენკოსი და მან მივაქცია ყურადღება და მნიშვნელოვანება მივანიჭა რომ მწვანე ფოთლებს რამხელა მნიშვნელობა აქვს აი რკინის დეფიციტი რომ მეუნებიან მწვანე ფოთლოვანი მცენარეები ჭამიან ანუ ერთ-ერთი ყველაზე იდეალური და მოდი რო არ დავიკარგოთ ახლა ჩვენი მინდა საუბრობთ ხო მინდა საუბრობთ გამოცდილება გვაქვს რომ შეიძლება წაგვიღოს და დავკარგოთ მთავარი ესე იგი რაზეც საუბრობთ ანუ შენ მე მკითხე ეთიკური ნაწილი ხო და მითხარი რომ კი ეთიკურად მეთახვები
ახლა ჯანმრთელობაზე უნდა გადავიდეთ, მაგრამ ავოკადოზეც მინდა რა გამახვილო ყურადღება. არა მარტო ავოკადო თქო, ანუ ნებისმიერი პროდუქტის წარმოების დროს, რადგან ის მართლა იხარჯება რაღაც რესურსები, ჩვენ ვეგანიზმი როგორც დასაწყისში ვაგნზე მაქსიმალურ სილს რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ეს სისასტიკის ფორმები ცხოველების, ამიტომ შეუძლებელია გამოირიცხოს, მიხვდი? ანუ ალბათ ჩვენ რო ქვის ხანაში ვცხოვრობდეთ, ამაზე არ ვისაუბრებთ, ეს პრობლემაც არ იდგებოდა და ბუნებაში დაბალანსებული და მტაცებელი რო იჭერს პირობითად ლომი, პანტერა ირემს, ანუ ეს არც უქვეითებს მას თვით გადაჩენის ინსტინქტს და ჯაჭვური ეს ჯაჭვი მართლა ძალიან კანონზომიერია, მაგრამ ის რომ გამოიყვანოს ცხოველის ჯიში სპეციალურად იმისაც რომ გაამრავლო და მერე მოკლა, ანუ ამ არაკანონზომიერებას და ამ გადაზედმეტებულობაზე გვაქვს საუბარი და ნუ ცალკე თემა არის რომ აი წაღან ახსენე რომ ადამიანი განსხვავდება ხო ბიოლოგიურად ადამიანი ცხოველია. უბრალოდ რა თქმა უნდა ჩვენ წარაკითხვა შეგვიძლია, ანუ მეტი ცნობიერება გვაქვს არის ერთ-ერთი ზღვის ბინადარია თუ არ ვხვდები რომ რაღაცა 15 წლის ბავშვს განვითარებამდე მიდის და ანუ მოკლედ ინდივიდუალურია ხო უბრალოდ ჩვენ ეს კომუნება ცხოვრება კარგად შევძელით, რაღაც გავერთიანდით და მივედით იქამდე რომ კომუნიკაციის ენა დავამყარეთ და ნუ საბოლოო ჯამში ჰომო საპიენსმა მოიპოვა დომინაცია. მაგრამ ბიოლოგიურად ადამიანი ცხოველია. უბრალოდ ყველაზე მეტი ცნობიერება გვაქვს, ყველაზე მაღალი ინტელექტი გვაქვს. ამიტომაც მეტი მოგვეთხოვება. მე ესე ვამბობ ხოლმე, ანუ როგორ შეიძლება შევედა რომ მტაცებელ ცხოველს დროს მეტი, ანუ რა თქმა უნდა უფრო მაღალად გავართ. და სხვა ღირებულება. არა, ისედაც ხარ რო ავიღოთ, თქვა სპირიტუალური ნაწილი, ხო, რატო არის, რომ თქვა ეს მარხვები უნდა დაისვენო, მცენარეულზე უნდა გადახვიდე და ჯანმრთელობისთვისაც კაია და სავარაუდოდ შენ ბუნებასაც, ხო, რაღაც იქ მტაცებლური, ცხოველური რაც გვაქვს, მაგას აწყნარებს. კი, და მე მგონია რომ ესეც აი რა თქმა უნდა ჩვენში საწყისში დევს ორივე დადებითი და უარყოფითი ნათელი და ბნელი რაღაცა აგრესიაც დევს ამ ყველაფერში, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნეში და რაღაც ღირებულებებზე შევთანხმდით, რომ პირობითად სიტყვით ვიომოთ საწერკალა მიიღოს ჩვენი იარაღი და რა თქმა უნდა დღეს ადამიანს კლავს და ღაზაში ბავშვები შიმშილით ხო კვდებიან და ანუ მაგრამ რაღაცაზე შევთანხმდით. კი, ეს რაღაც ღირებულება მინიმუმ ვამბობთ რომ ეს სწორია, ეს არასწორია და ამიტომ ფიქრობ რომ სწორედ რომ კაცები რომ გაიარა მონობა, რასიზმი, სექსიზმი, ჰომოფობია, ეხლა სპეცისიზმის დროა და სპეცისიზმი ზუსტად იმას გულისხმობს რომ ცხოველებს ვარჩევთ ჯიშის და სახეობის მიხედვით, ძაღლებს და კატებს უფრო ვეფერებით, ვიდრე ხბოებს და გოჭებს მაგალითად. ხო და თან კულტურას გააჩნია ახაც რო ხა ინდოეთში წმინდა ცხოველი. შეფარვით მაინც გააჩნია ეს ნაწილს და ვთქვათ ახლა ძაღლებს ჩინეთში ჭამენ. კი. ანუ აი კარგ რაღაცამდე მივედით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში კულტურულ იდენტობას. ანუ პრაქტიკულად კანონები, წესები, ჩვეულებები და მორალი სწორედ იმ საზოგადოების დამსახურებაა, სადაც დავიბადეთ, თორე ჩვენ ცარიელ ფურცელზე რო ჩავწეროთ, ბავშვები დაბადებიდან საკმაოდ ემპათიურები არიან და ცხოველებთან მეგობრობენ და უთანაბრებენ თავს. ანუ მე მახსოვს, რომ ბავშვობაში ანუ მცხეთაში, სადაც ბებია ჩემი ცხოვრობდა, იქ ღორი ყავდათ მოკლედ და ანუ კაბა დამიხია და ძალიან გაბრაზებული იმ დროს გავებუტე პირველ და მეორე დღეს ჩავედი და საქმე გავურჩიე. რა ბაკა, ანუ კაბა, მე ღორო შენ, ანუ მე არ დავაყენე უფრო მაღლა, კი, ძალიან პატარა რა თქმა უნდა ალბათ ბაღის ასაკის და მოყოლით ვიცი ეს ყველაფერი, რომ ამ ღორს საქმეს როგორ ვურჩევდი, იმიტომ რომ მე შენგან მეწყინა, მე შენგან ამას არ მოველოდი, ჩვენ ხომ მეგობრობდით და შენ კიდე ჩემი საყვარელი კაბა დამიხიე და აი ყველა ბავშვი ხა თან რაღაც ტრენდულიც არის, რომ ბავშვი ვისაც ყავს ცხოველებს მიყავთ სახლში, რომ ისწავლონ მეგობრობა, მაგრამ აი კი, მაგრამ ეს არის აი რომ რაღაც კოგნიტური დისონანსი დაემართება ჩემი აზრით ბავშვს, იმიტომ რომ მართლა ორმაგი სტანდარტი აქვს ჩვენს, რომ თან ეუბნები რომ ცხოველი საყვარელი არსებაა და თან მეორე ცხოველს, ანუ რატო. ეს ისე მაინც უფრო ეთიკურ ნაწილამდე მივდივართ, აი ორი სიტყვით ვიტყვია, ისევ ამ ავოკადოებს დავუბრუნდები. როგორც თქვი, რეალურად ავოკადოს წარმოების დროს არ მარტო სხვა ცხოველების, არამედ საუბარია ხოლმე მონუშრომაზე, ბავშვების ემიგრანტების და კარტელები არიან, რომელიც მოკლედ აკონტროლებენ, მაგრამ ეს არ მარტო ავოკადოს ეხება, ნებისმიერ ინდუსტრიას ეხება და მე ვფიქრობ, რომ აქ უკვე მარტო ვეგანიზმის იდეოლოგიას კი არა, მთლიანად ინდუსტრიულ საზოგადოებასა და კაპიტალიზმზე უნდა ვისაუბროთ, მაშინ რა გამოწვევების წინაშე დგას, იმიტომ რომ მე თუ მკითხავ ხოლმე, მსოფლიოს არ მართავენ პოლიტიკოსები, მართავენ დიდი ბიზნესები და დღევ როგორიც არის თუნდაც KFC, McDonald's და ასე შემდეგ და სწორედ პირველი კითხვა, ნომერ პირველი კითხვა კაცობრიობის არის რა ვჭამო. ანუ ყოველდღე ადამიანი ამას უსვავს თავს და ყველაზე მეტი კონტროლი
ამ სიტყვას გამოვიყენებ ცოტა გასული ტერმინია, მაგრამ მატრიცა, ანუ რამე თუ არსაობს, რომ ადამიანი შეიძლება აი ამ სისტემაში იყო, იდეალურად შეიძლება მიჯაჭვული იქნეს კვებითი ჩვევებით, იმიტომ რომ აქ მარტო მარკეტინგი არ არის ჩართული და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ხრიკები, არამედ ქიმიურ დონეზეც კონკრეტული ნივთიერებები არის ნებისმიერ ფასტ ფუდში. კი, რომ ჩვენ მიგვაჯაჭვონ ამ საკვებზე, გავხდეთ მათი მომხმარებელი ერთხელ ორჯერ და დღევანდელი მსოფლიოს 1%-ია მარტო ვეგანი და დღევანდელი მსოფლიოს პრობლემა არის ისეთი დაავადებები, როგორც არის დიაბეტი, სიმსუქნე როგორც დაავადება. კიბო, მაგალითად, ასე შემდეგ და ეს ანუ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რადგან ყოველ მეორეს რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და თან აქ ფარმაცევტული ბიზნესის ერთვება, რომ თავი რო გტკივა არაუშავს წამალიდალია. როცა მუცელი გტკივა, თუნდაც მენსტრუაციის დროს, როცა გტკივა, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი სრულიად ჯანსაღი როცა არის, არანაირი ტკივილი არ უნდა აწუხებდეს, უნდა ყოველთვის გქონდეს ცხოვრების ხალისი, განამარტო რუტინის შესასრულებლად, აი ჯანმრთელობაზე გადავალ უკვე, რომ ჩემი აი უმი ვეგანური კვებით, რაც მე პირველი ვამბობ, ხომ ცხოვრების ხალის დამიბრუნდა რატომ ამბობდა ის რომ ფსიქოლოგები უნდა ნიშნავდნენ სწორ კვებას პირველ რიგში. იმიტომ რომ აი ის სერატონინი თუ ნებისმიერი ჰორმონების დაბალანსება ჩვენს შიგნით რაც შედის, საკვები ამაში აქვს ნომერ პირველი. შემდეგი არის ფიზიკური აქტივობა. ერთ-ერთი უპირველესია სტრესი, რა თქმა უნდა, მაგით უნდა დაიწყო. სტრესსაც უკეთესად უმკლავდები, როდესაც კარგად იკვებები. მე გეთანხმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ ისეთი ჰორმონები წარმოიქმნება შენ და თუნდაც კი, რუკოლა მაგალითად, ხო, მცენარე, რომელიც სერატონინის გამომშრომლებას უწყობს ხელს და ანუ არის ბუნებრივი აფროდიზიაკებიც კი არსებობს, ხო, რა ვიცი, ნიახურიდან დაწყებული ანუ და ანუ თუნდაც ადრე ყველანაირი წამალი ხო მცენარისგან მზადდებოდა ზოგადად და იმიტომ არის ეს ცნობილი რომ შეიძლება საკვები ჩვენი ან წამალი იყოს, ან შხამი, ანუ ეს უკვე არჩევანია. აი ჯანმრთელობამდე რომ მიყვავს ხოლმე საქმე ყოველთვის ჩემი ზოგადად ამ სფეროში შემობიჯება დაიწყო ჩემი კრიტიკით რომ ვიყავით ცუდი დედა რომ ბავშვებს კვებავდი ვეგანურად. და ამიტომ კი ამეც ეგ ნარატივი. ხო, და ამიტომ ეს ყველაფერი თავიდან რომ ბუნებრივად დაიწყო და არც კი მიფიქრია ამაზე, რომ ესე შეიძლება რაღაცა შესტომა დამეშვა, რადგან 100 თვალი მიყურებდა. ეჭვი არასდროს არ შეგბარვია. რა თქმა უნდა, ეხლა იმიტომ ვარ წასული, ანუ ვისწავლო და მივიღო განათლება და მართლა ინფორმირებულობა გავიზარდო, რომ ანუ მე თუ რამე სხვა აღმოვაჩინე, უკეთესი ვარიანტი ან საერთოდ რაღაცა არასწორად მივიჩნია ეს ყველაფერი, აზრს შევიცვლი და მე ანუ რაღაცა ჩემთვის ეს რელიგია არ არის. მიხდი, ანუ როცა ეს გზა გავიარე და მე ვიცი, აი პირობითად მე რო ვიყო რაღაცა მუსულმანი, ბავშვებს გავზრდიდი ამ იდეოლოგიით, ხო, სწორედ რელიგიით და რადგან ვარ ქრისტიანი, ბავშვები მოვნათლე მართლმადიდებლებად. ანუ იმის თქმა მინდა რომ რეალურად ჩვენ მშობლებს უდაოდ გვაქვს გავლენა ბავშვების ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესში და მე თუნდაც ვსდებოდე, მე მგონია ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომ ჩემს შვილებს ჩავუდო თანაგრძნობის განცდა და ეს თანაგრძნობა ნებისმიერი ცოცხალი არსებისადმი კონდეს. ხო, ემოციური ინტელექტი, რომ დავარდნილს ფეხი არ უნდა დაარტყან. იმიტომ რომ მგონია რომ ცხოველებიც კი ასე იქცევენ, იმიტომ რომ მგონია რომ ცხოველიც კი გორჩი დაგიდგება და ანუ შენ მეტი მოგეთხოვება და ეს როცა ჩემი ღირებულებებია, ვუზიარებ ამ ყველაფერს და აი სულ მეცნობა ხოლმე რომ აი ხლა ძალიან ინდიგო თაობა მოდის და როგორ წარმოუდგენიათ მეთქი რომ ანუ შეიძლება ამხელა გავლენა ქონდეს მშობელს, როცა პირიქით თინეიჯერობის ასაკში მოდის მშობლებთან წინააღმდეგობის ეტაპი და ყველაფერში გეწინააღმდეგებიან. ამას არ ჩავიცნობ, თქვენ პიესი არ მექნება და ასე შემდეგ და ანუ რამხელა გავლენა უნდა მქონდეს მე როცა ვარ ერთი და სხვა დედაჩემი ბებია, ჩემი ბაბუა, ჩემი მამამისი, ყველა სხვა ეუბნება რომ ხორცი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და ერთის გავლენა აქვს. ძალიანაც კარგი. მაგრამ ხო გაგვაქვს. კი, ანუ აი კითხვა რომელიც მაგრამ შენ თვითონ ალბათ არ უნდა შეეცადო, რომ ძალიან თავს მოახვიო და სავარაუდოდ აძლევ ალბათ. ხო, აი კითხვა ხშირად არ დავუსვათ არასდროს რომ. კი, როგორ არა და გავსინჯავთ კიდეც. ანუ უყურე, აი როცა კითხვას ჩემ მისვავენ ჟურნალისტები თუ ექიმებიც კი, რომ უკაცრავად თქვენმა შვილებმა თავისით გადაწყვიტეს ვეგანობა თუ
აი თუ მინდა ხოლმე გავაგრძელო. ანუ, ანუ მე ვარ მოძალადე და მე დავაძალე მაგას გულისხმობ. ანუ ჩემთვის ნუ რა თქმა უნდა შეურაცხყოფელია ეს პირველი კითხვა თვითონ და მეორე მგონია რომ არა აქვთ გააზრებული ის რომ თვითონ რო ის ინფორმაცია გქონდეთ რაც მე მაქვს. ყოველ დღე დედა რომელიც მე რო პირობითად ვიდეოებს წერ ჩემი ვლოგი რო იყოს რომ შვილს ვაჭმევ დილით რა ვიცი მაგალითად ძეხვიან და კარაქიან პურს სოსისთან ერთად რაც არის ჩემს არის კვერცხი. ხო იმ დედას ხო ძალიან რადიკალურ ცუდ კვებას უყურე რას დღევანდელობა ჭმევთ ნორმალური კვების ხო მაგრამ უყურე იმიტომ რომ ძეხვი აჩენს ანუ processed meat ანუ პროცესირებული საკვები აჩენს კიბოს სიმსივნურ წამკი შესაბამისად ახლა თუ ანუ შენ ხო ახლა wellness podcast-ში მართლა ვფიქრობ რომ ეს აი თუნდაც საქართველოში ვართ ხო ახლა ქართული აუდიტორია გვისმენს დაახლოებით სტატისტიკურად რამდენმა დედამ იცის ეს და გადამუშავებულ ხორცს რამდენი დედა არ აჭმევს ნახე ეს ორი უკიდურესობა არის ხო უმი ვეგანობა და ძეხვის ჭამა ჩემშულები უმი ვეგანები არ არიან ხო, ვეგანობა და ძეხვის ჭამა არის ორი უკიდურესი რაღაც. ხო მიხდი რას ვამბობ. ხო, მაგრამ დღევანდელი შეგიძლია დილით კვერცხი აჭამო. კი, მაგრამ აი უყურე სკოლაში ან დაბადების დღის ცენტრებში ხო წაგიყვანია შვილი. როგორ არ წამოყვანია. ხო ყოფილა გადამუშავებული ხორცი უმეტესად. სადმე ზოგადად აი უმეტესად სენდვიჩები, ბურგერები, როგორ არის ტრენდული, უმეტესად ხომ. თავად რომ ანუ ეს ჩვეულებრივად მიიჩნევა. მე უბრალოდ თავში ჩაუდა ჩემ შვილებს, რომ გადამუშავებული საკვები და ზოგადად fast food-ი აჩენს კიბოს და მაქსიმალურად ამ ინფორმაციაზე მუშაობ. მე სახლში არ შემომაქვს ეს საკვები. შენეირები არიან ერთეულებით სასმელს, ხო, მაგრამ სანამ არ ვიცოდი, რა თქმა უნდა, ტკბილიც შემომქონდა და გაზიანი სასმელი. მაგრამ როდესაც შენ ამაზე მუშაობ და ჯანმრთელობაზე საუბრობ, მაგას ვამბობ, ხა შენ რო ამბობ ძეხვიანი, ეგ ხა უკიდურესობა არის, რომ დილიდან ბავშვს ძეხვიან სოსისი აჭამს. მაგრამ ეს არის სტატისტიკურად საქართველოში. მაგიტომაც ვართ, რომ ვისაუბროთ ამაზე და ანუ მე მართლა რატო საუბრობ, იცი ზოგჯერ მგონია ხოლმე, რომ აი რაღაც ჩემ დანაშაულად მეჩა, რაღაც რო კარგი ვიცი, როგორ უნდა გავჩვენდე. შენ სამ მეგობარს ხომ მაინც გაუზიარებ, მეხდი როცა შენი რაღაცა სოციალური ქსელი გაქვს, მით უმეტეს ანუ რა ვიცი რატო არ უნდა ნუ მე გამიმართლა, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები ძირითადად ჯანსაღად იკვებებიან. ხო, აი რაღაც არა დიდი ხანია მეგობრები არიან, უბრალოდ როც მივედით ამ განვითარებამდე და მე მართლა ვოცდები ხოლმე ეხლა ამ პერიოდში რომ ვუყურებ ძალიან პატარა ბავშვს, თქო McDonald's რო აჭმევენ ამ კარტოფილს. მაგრამ მე რას ვამბუყურებ? ხო გინახა, მაგრამ თან არ მინდა რომ გამომივიდეს ვიღაცის კრიტიკა. უბრალოდ რომ გაიაზროს კუჭნაწლავს ბაქტერიებზე რას უშვება თავის შულს. უბრალოდ არ აჭმოს, მაგრამ ის რო ხა მე ბავშვი გარეთ გადის და რაღაც ეტაპზე დამოუკიდებლად უწევს კვება, შეიძლება რა თქმა უნდა ის ჯანკიც მიირთვას, ჩემმა შვილმა გააკეთა ეგრე და ეხა მიყვება რომ საოცრებებს ჭამდა, მაგრამ მე იცი ვეღარ გაუძლო და გადავიდა თავისით ჯანსაღ კვებაზე. თუ კი მშობელი უზრუნველყოფს სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას ბავშვისთვის, ანუ ის უფრო მეტად ძალიან კარგ საძირკველს და საბუზოლს მისცემს იმისათვის, რომ ბავშვმა აღიქვას და გაარჩიოს თან გონია რომ მაინც გარემოს უქმნი კუჭნაწლავში იმ კეთილ ბაქტერიებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბაზა იქნება, ხო? და მე ისე ძალიან ვეღარ უძლებ რაღაც საშინელების ჭამას. ანუ სხეული უფრო აღიქვავს. ზოგადად აი სენსიტივიტის რო ეძახიან რა მგრძნობელობა, ანუ რაც უფრო ნატიფად იკვებები, მით უფრო მეტი მგრძნობელობა გაქვს, აღიქვა რა არის შენი სხეულისთვის მართლა ცუდი და რა არის შენი სხეულისთვის უფრო კარგი. მადლობა მინდა ღმერთს გადავუხადო, რომ ბუნებრივად ისეთი მოცემულობა მაქვს ფიზიკა და ორგანიზმი, რომ ვერ ვუძლებ, აი თქვათ რაღაც შეიძლება ძალიან გემრიელობა ჭამო, მაგრამ მეორე დღეს მჭირდება რომ განტვირთო გავაკეთო, იმიტომ რომ გადავაბა, უბრალოდ აი როგორც შენ ამბობდი, ცუდად ვიყავი, მეც გარდავიცვლები ალბათ და ეგ არის ძალიან ისა, აი მართლა მადლიერი ვარ ამისთვის. ხო, აი მე მაგალითად მაგ მხრივ არ ვიყავი ხბლიანი, იმიტომ რომ ჩემი ყოველდღიურობა შედგება, ჩემი ყოველდღიური რაციონი შედგებოდა ხორცის პროდუქტებისგან და თითქმის აი სუპსაც ტყუილს თუ რას ვეძახით, მატყუარას ვეძახდი, მეთქი ეს რატო არ არის? ანუ შემეძლო ერთ კვებაზე მიმეყო მწვადი ქაბაბი, ხინკალი, ხაჭაპური, კიტრი პომიდრის სალათი ნიგუზით და კიდე ანუ აი ძალიან ჩვენ ანუ ვინელებდი ასე ვთქვათ რა, ანუ ფერმენტები მქონდა მაგ. ჩვენი ადრე მეც
მაგრამ მე რაღაც ესეც პერიოდის არის მერე ხარ უკვე ფერმენტები ვეღარ. გაკლდება როგორც კი ასაკში შედიხარ. ხო. მოკლედ აი ხო ძალიან ბევრ თემას შევხედა მითხარი რომ აი რაღაცა რადიკალურად წარმოვაჩინე. განზრახ გავაკეთე ესეც რომ უფრო მკვეთრი ყოფილიყო განსხვავება და მაგრამ სამწუხაროდ ეს არის უფრო სტატისტიკურად უფრო მაღალი მაჩვენებელი რომ ეს ჩაოლებრად მიაჩნია და მშობლებს ესე ყვებავენ თავის შვილებს. მაგაში გეთანხმები. ამიტომაც გავაკეთე ეს რაღაცა ერთეული single story არ არის რა, ანუ რეალურად ესე ხდება დღეს საქართველოში და ასეთი რატომ მოვიყვანე მაგალითად რომ მსგავსი ვიდეო რომ ჩაწერო მაგალითად McDonald's რო აჭმევ ბავშვს რა თქმა უნდა ნოლი იქნება კრიტიკა ამ ანუ საზოგადოების მხრიდან და რო ჩაწერო რომ ბავშვს უყვება უმი ბოსტნეულთან ანუ პირველი ვიდეო რა მახსოვს TikTok-ზე იდეო სადაც გოჯიბერი გაღებებული ხორბალი და აღარ მახსოვს რაღაცა მქონდა კიდე წაღებული მოკლედ გაღებებული წიწებურა ალბათ ანუ ბავშვებს კაკინებ თუ როგორ არის ხო ანუ რაღაცა ანუ აკლებ ნუტრიენტებს ხო და აი ეს blaming-ი თუ რაღაცა მოკლედ რაც არის ანუ უფრო მეტი мотиваცია მომცა prove them wrong. ანუ რომ დაგემტკიცებინა რომ ისინი არ არიან თავშიც გამომერკვია რომ ნამდვილად დარწმუნებული ყოფილიყავი და პასუხი გამეცა ამ ყველაფერს და მერე დავიწყე უფრო მეტად ამ ყველაფრის კვლევა ძიება და 6 შეში მე რამდენი კურსზე ხარ ანუ რაზე სწავლობ რო ყვების მეცნიერება food science-ი უკვე მაქვს კვალიფიკაცია ნუტრიციოლოგის მაგრამ უნდა აქვე გავუსმევ ხავს რომ სამწუხაროდ სამედიცინო სფეროშიც და აი ინტერნეტ სივრცეშიც ძალიან რთულია გაარჩიოს ორი რჩევები და ჩვენ იმიტომ რომ რამოდენიმე თვიანი კურსის გავლის შემდეგ ყველა ნუტრიციოლოგია. და ძალიან ბევრი ნუტრიციოლოგი. მე არ მაქვს ნუტრიციოლოგი ვერ ხარ nutrition coach. უბრალოდ ირქმევენ. ხო, არა, მე ნუტრიციოლოგის კვალიფიკაცია მაქვს, მაგრამ ამის შემდგომ მიყვები წელიწადი და ხო, რაღაც მინიმუმ წელიწადი გჭირდება, რომ UK-ში აიღო ეს და შემდგომ მე წელიწიანი მაქვს დამთავრებული nutrition coach-ი ვარ, მაგრამ სერტიფიცირებული ვარ, ანუ შემიძლია მუშაობა ნუტრიციოლოგი კიდე სხვა არის. ნუ ნუტრიციოლოგის ხარისხს ეძახიან ამას, იმიტომ რომ შეგიძლია მუშაობა, მაგრამ შემდგომ რო აიღო როგორც შემდეგი ხარისხი დოქტორს რო ეძახიან ხოლმე, კიდე დიეტოლოგი ან კიდე შემდგომ, კიდე 3 წელია საჭირო. დიეტოლოგი. მაგრამ ეხა შენ არა, ნუ ყურე განსხვავება რა არის? არა, მე ვსწავლობ არსებობს ცალკე ვეგანური ან ორებს, უბრალოდ ჩვეულებრივ. ეს არ არის რაღაც ეს არის კოლეჯი, ანუ და სახელმწიფო არის უნივერსიტეტია, Dublin City University-ს აქვს და ანუ ეს მე არ გაქვს ეს რაღაც წინააღმდეგობები? თვითონ სხვათა შორის ჩემი თითორის, ანუ პირველი წინადადება რომ წარმადგინა და ერთმანეთი გავგვასწა მახსოვს რომ იყო რომ ანუ ეს ჯგუფი ჩემთვის ყველაზე საინტერესო იქნება რომ აქ არის ადამიანი რომელიც ჩვენსგან განსხვავებულად იკვებება და ანუ რაღაც მომიწევს რომ უფრო მეტად ვიკვლიო მეც და არა ეხლა მე ერთ კითხვას შემოგიბრუნე აი შენი აზრით ადამიანი ჯანსაღად რო იკვებება ნუ თუმცა ცხოველური შედის მაგრამ როგორც მე ვამბობ რომ თქვა წითელ ხორცს არ მიირთმევს ოკეი წითელი და გადამუშავებული ხორცი გადამუშავებულ საერთოდ არ მიირთმევს წითელ ხორცს მიირთმევს მაგრამ იშვიათად იმიტომ რომ მაინც ანთებით პროცესებს იწვევს მე ესე ვუყურებ და ანუ საქონლის ხორცს დანარჩენი ნუ თევზი ქათამი კვერცხი რაღაც დღეები მცენარეული კვება მაგრამ ისეთი რომ კარგად შეავსოს ეს ანუ სწორად დაბალანსებული და ესეთი ადამიანი არის ძალიან ჯანმრთელი და ძალიან ბედნიერი აი რას ამბობ ეთიკური ნაწილი რომ გამოვაკლოთ რახანთან მაგ კუთხით მაგხაზით განათლებას იღებს ოკეი, ახლა მოკლედ არა როგორც ვეგან აქტივისტი სალომე, ანუ გადავავედით უკვე პროფესიულად რა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ანუ რაღაცა ერთმთლიანობაში განიხილება ხოლმე და ძალიან რთულია რომ ეთიკა გვერდზე გადადო, იმიტომ რომ ნებისმიერ პროფესიაში ადვოკატი ვიყავი, თუ ექიმი ვიყავი, იქაც ეთიკური ნაწილი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეხლა მივუდგეთ წმინდა ჯანმრთელობის მხრივ, იმიტომ რომ როდესაც უნდა საკუთარ შვილებზე დგება საქმე, ანუ ზიანის თვითდესტრუქციულები არ უნდა ვიღოთ, ხო? ჩემი აზრით, ანუ ადამიანი დღეს ამოცემულობაში როგორი ფორმითაც და სახითაც არ უნდა იღებდეს ნებისმიერ ცხოველურ პროდუქტებს არის ზიანის მომტანი და მე გამოყოფ თვითონ ანუ ესე მიგაჩნია. ეხლა დავაზუსტებ რატო? ცხოველურ პროდუქტებში შედის რძის ნაწარმი, კვერცხი და თაფლი. ნუ ეს თაფლი ზე კიდე ცოტა ცალკე სასაუბრო არის, ცალკე პოდკასტი უნდა, მაგრამ აი ცხოველურ რძის ნაწარმი არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი და იმიტომ გავამახვილებ ყურადღებას. მაგალითად ესეთი მითები არის, რომ რძე რომ უნდა მივაღებინოთ ბევრი ბავშვს, იმიტომ რომ შეიცავს კალციუმს და ძვლებს ამაგრებს და ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარებას უმნიშვნელოვანეს. ეხლა რატო არის მითი? და რძის ინდუსტრიამ ესეთი რეკლამებით როგორ მაგრამ ეხლა აღარ არის ეგ უკვე. ანუ მეტნაკლებად და ყველა კი ბატონო, აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ცირკულებას, რამდენად სანდუა, მე თუ ამერიკული კვლევა არც ერთი სანდუ არ არის. მე ვინა ფინანსებს და მე როგორ არის კითხვა დასმული და მე გამოყენებული უკვე ის მარკეტინგში. კი, აუცილებლად მართლა შეიცავს ცხოველური
რძე კალციუმს, მაგრამ როცა ადამიანის ორგანიზმში შედის ნებისმიერი პროდუქტი, სხვადასხვანაირი ათვისება ხდება ადამიანის მიერ. ყველა ცხოველი სხვადასხვა ითვისებს ზოგადად ნებისმიერ პროდუქტს და ჩვენი ორგანიზმი, ან ჩვენი საჭმელმონელებელი სისტემა და მთლიანად, როდესაც იღებს ცხოველურ, ანუ ამ შემთხვევაში ძროხის, მაგრამ ძირითადად ვიღებთ ხოლმე რძეს, მასში შემავალი კალციუმი, ცხოველურ რძეში შემავალი ცხიმის გამო შლის და უკან გამოდის შარდის სახით, ანუ ფაქტიურად მაინც ვერ ითვისებ, ანუ რაც შედის ის გამოდის. ეს ერთი, მეორე, ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტი ყველი, რაც ახლა უფრო ძნელია ხოლმე ვეგანობა მაგის გამო რომ ხაჭაპურზე უარი როგორ უნდა თქვა. ეგრევე გაგიღება ხო ხედავ, აი მადმიდი ვარ, ყვების ფსიქოლოგია უფრო რატოა მნიშვნელოვანი, რომ რეალურად ჩვენთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება, მიხვდი? ეგ არ ჩემთვისაც ეგრე, ამიტომ აბა ვეგანური ხაჭაპური გავაკეთოთ ბავშვებო და მაინც იმასთან ასოცირდება, როგორც მადლიერების დღე რო აქვთ, ხო, იქეთ და თქვა ამე. კი, აი რატო არის ეს ინდაურის ამბავი ხა და ეს თქვა როგორ რაღაც რო შევცვალოთ ახლა ვეგანური. ეს არის მთელი ამბავი. ეს არის შენი შეკრება, სუფრა, გაზიარება. რაღაცა რიტუალია, მიხვდი და მე მომწონს ეს რიტუალები და ახლა რა არის, რომ ერთადერთი ესე იგი გზა არის სიამოვნების, რომელიც საზოგადოებაში ვაზიარებთ. იმიტომ დანარჩენ სიამოვნებას პრინციპში ჩვენ ინტიმურია, ხო? გააჩნია საზოგადოებას. გააჩნია შეიძლება მე მაგალითად ჩემს საზოგადოებასთან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ანუ რაღაცა ისე ჟღერს ახლა, მაგრამ როცა თუნდაც ერთად ვკითხულობთ წიგნებს და შემდგომ ამას ვუზიარებ და ვარჩევ ჩემს დაკალებთან. თუნდაც. უბრალოდ ეს არის სხვა სიამოვნება. ეგ არის მენტალური ნაწილი უფრო და მე გეუბნები ფიზიოლოგიურ დონეზე. ფიზიოლოგიურად ერთად ვარჯიში იოგა. ფიზიოლოგიურად ერთად ჰაიკინგი, ერთად სერფინგი, ერთად ანუ ოი გამოვცადე სერფინგი და ეხლა გამახსენდა ძალიან სიამოვნება. ანუ ძალიან ბევრი მაინდა-მაინც ანუ ყვებაზე არ უნდა გადიოდეს, ანუ მაინდა-მაინც მოდი ილიას სიტყვებს დავიხმარ, რულოსაბთად ქარიძები არ უნდა ვიყოთ, ხო, აქაც არის. ანუ რა თქმა უნდა ყვება უდიდეს სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენი რეცეპტორებიც შეცვლილია. ჩვენი რეცეპტორები როცა მარილსა შაქარს იღებ, უკვე სხვანაირი ხდება. ეს მე პირადად გამოვცადე და ამიტომაც მჯერა ამისი, არა მარტო წაკითხული მაქვს. კი, იმიტომ რომ მე ნუშიც ტკბილია. აბსოლუტურად გეთახმები, კი. და აი ამ დამაბრუნე. ესე იგი ჩვენ საუბრობდით ყვების მეცნიერება რძეზე. ხო, ცხოველურ რაც კითხა. ანუ ცხოველური პროდუქტებიდან ეს რძე და ყველი, რომელიც ხაჭაპურიდან გადავედით, ეგ ხაჭაპურმა ახლა ემოციები შემოგვიტანა. ანუ კაზეინის შემცველობის გამო განსაკუთრებულად ადიქციურია ყველი და ამიტომ არის კიდევ უფრო მავნებელი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ რძის პროდუქტები, რასაც აი ყველაზე უფრო ხშირია და აი იმას აი ხორცის გარეშე ხომ არა იმის უფრო მიჭის რომ თავი დავანებო, რომ იწვევს ამ მიჯაჭვულობას, გვანდომებს რომ უფრო მეტი მივიღოთ და ყველაზე კერა ანთებითი პროცესებს ეღარო ახსენი არა ხორცი, არამედ რძის პროდუქტებია სწორედ. ნებისმიერი ანთებითი პროცესი, აი იდეალური მაპროვიცირებელი. წითელ ხორცზეც ამბობენ მაგალითად. წითელი ხორცი და გადამუშავებული ხორცი იმდენად სხვა უბედურებას ჭირს და ან სიმსივნურ კემპირდაბერ უდრის კიბოს ესე აწერია და სოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის საიძეც კი ყველაზე პოლიტიზირებულ ორგანიზაციაც კი მაგას წერს უკვე მივიდან იქ. მაგრამ აი მაწონზე რას ფიქრობ? კაი კითხვა. მაწონი აი ამ ცუცა და უარეს შორის არჩევანში, ანუ უფრო უარესი არ არის ნამდვილად და რატო? ფერმენტირებულია. და ფერმენტირებულ საკვებზე ცალკე პოდკასტი შეგვიძლია გავაკეთოთ. კი ბატონო, ეს ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღ პროდუქტად ითვლება, მაგრამ როგორ ერთი ცუცად შეიცავს და პლუს ამას და აწი რაღაც ცხოველური ცხიმი მივაღებინო ბავშვს, რომელიც ძროხას ხბოსთვის ჭირდება, რომ ჩლიქები გაეზარდოს, აწი მივაღებინო სოიოს ფერმენტირებული მაწონი. ანუ უამრავი ფერმენტირებული მაწონი. ანუ რძეები ხო არის ცხოველური რძე, ხო? და მცენარეული რძე არის, ანუ ქოქოსის, ნუშის, შვრიის, სოიოს რძე და ასე შემდეგ. რის გარეთ მინდა მოკლედ თბილისში. ნუ თუ სახში დაამზადებ აი მართლა იდეალურად ბევრად უფრო ბიუჯეტური იქნება. ეხლა თბილისში ბევრგან არის შვრიის რძეები ყველა მაღაზიაში. მესმის, მაგრამ ეხლა მე გიბრუნებ შვრიის რძეზე. იმდენი დანამატები აქვს შვრიის რძეს. არსებობს, მე პირადად მე გეტყვის, ახლა მე ცალკე გეტყვის სადღაც აიყიდო აქ და შვრიის რძე ყველაზე ადვილი გასაკეთებელია შენითაც რო გააკეთო, ცივი წყალი დასხი და ბლენდერი გადაწურე, მორჩა. ნუშიც ესეა. ნუშიც ძალიან დაალბე, მაგრამ სოია უნდა ხებს მუშაობს 10-დან 8-მდე. კი ბატონო, მაშინ არსებობს simply two ingredients, ესე აწერია ხოლმე, ორი ინგრედიენტი, სოიო, წყალი, მორჩა. არსებობს, ანუ შაქრის და დანამატების გარეშეც იყიდება. დეტალურად გავიაროთ, ანუ შენ სწავლობ და მაქედან ესე იგი ამ მასწავლიდან, მოდი ესე ვთქვათ, მარტივიანით, გამოიტანე მოკლედ დასკვნა, რომ მაწონი სიტყვაზე უფრო შედარებით უფრო ჯანსაღია, ყველს და იმას არ შეეძება. მცენარეულ მაწონთან შედარებით არ არის ჯანსაღი. არ არის ჯანსაღი, იმიტომ რომ ცხოველური ცხიმი მაინც შედის, რა თქმა უნდა,
ცხიმი გამოცვლილი არ არის რა და აი ეს რაღაცა ლაქტოზი გამოვაცალოთ, ცხიმი გამოვაცალოთ. ანუ უყურე გამოცვლაც არ არის კარგი, იმიტომ რომ ჩარეული ხარ ამაში, ხო? ზოგადად რაც უფრო აი ultra processed რო ეძახენ, რაც უფრო დამუშავებულია საკვები, მით უფრო უნდა მიხვდე, რომ ეგ ნიშნავს, რომ არ არის ჯასაღი. მაგალითად, თუნდაც რო აიღო ეტიკეტი, რო გადმოატრიალო მარკეტში, რო წაიკითხო, რაც უფრო მეტი ინგრედიენტი აქვს, მით უფრო არაჯასაღია. ესეთი ოქროს წესები შეგვიძლია თქო, მაშინაც აი რო საუბრობდით, მარტივად განსაზღვროთ. უყურე როგორ არის, თუ ვუდგებით მარტო ჯანმრთელობის კუთხით, მე ვფიქრობ, რომ სცენარეული კვებით სრულიად შეგიძლია დააბალანსო მთავარი 3 მაკრონუტრიენტი. ანუ 3 მაკრონუტრიენტი ხო გჭირდება მარტო პროტეინი, იგივე ცილა ქართულად, ნახშირწყლები და ცხიმი, ხო? ჩვენ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ცილა, ნახშირწყალი და ცხიმი, ანუ გვჭირდება ცილა და არა ხორცი. აი ამაში ანუ ცილას მიიღებ ხორციდან თუ სცენარეული პროდუქტიდან, ეს არის უკვე არჩევანი და მე ვფიქრობ, რომ სცენარეული ცილიდან მივიღებთ ყველაფერს მხოლოდ სასარგებლოს პლუს ბოჭკოც მოყვება და არაფერზიანი არ მოყვება და დიახ, ცხოველური ცილაც სასარგებლო თვისებებით აუცილებლად გამორჩება და აქვს, მაგრამ იმ სასარგებლოსთან ერთად იმაზე მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ანუ აჭარბებს მაგალითად უბრალოდ ხორცის მიღება, ანუ ყოველდღიურად რომ მივიღოთ ხორცი, ჩვენს ნაწლავებში წარმოიქმნებენ ეს რაღაც ბაქტერიები, რომლებიც კარნიტინს, ყველანაირ ამჟამად ნებისმიერი ხორცი აქვს საუბარი, ნებისმიერ ხორცზე წერია ეს. ანუ ქათამზე? თეთრი ქათმის ხორციც კი, დიახ. ამ კარნიტინს გარდაქმნიან ტოქსიკურ ნაერთებად და აი კარნიტინის ტოქსიკური ნაერთები უკვე ღვიძლში რო ხო გადამუშავების პროცესში ღვიძლში ტრიმეთილანის ოქსიდი ქვია და აი ეს ტრიმეთილანის ოქსიდი არის ზუსტად ის ნაერთი, რომელიც აი ანუ ქოლესტერინის კეტავს არტერიებს, ავიწროვებს, ასე ვთქვათ და ეს იწვევს უკვე უამრავ გრძელვადიანად ინფარქტი, გულის დაავადება. ანუ ხორცი უფრო დაკავშირებულია გულის დაავადებებთან და კვერცხი უფრო გულის დაავადებებთან, ხოლო რძის პროდუქტები დაკავშირებულია ანთებით პროცესებთან. აი ეს ორი რაღაცა, რაც მე პირველად ეს ინფორმაციები რომ მივიღე, ვაუ, მართლა ესე ვიყავ, იმიტომ რომ აი მართლა დაძალებას თუ დავარქმევთ მშობლის მხრიდან კვების მართლა ვაძალებდი ჩემს შულებს, რომ ზიანი ფაფებით დაეწყოთ და ხორცი აუცილებლად ყოფილიყო ჩართული მათ ყოველდღიურ რაციონში. ნუ ესე გაგზარდეს. მეც და აი სულ რა მოხდა მე შენ არჩევანს სარაძლევ შულებს თუ რაღაც ესეთი, მე მართლა არ მქონდა არჩევანი, იმიტომ რომ მე დამიდეს და მე ვთხრეს ეს საკვებია და თავში აზრად არ მომივიდო და 90-იანების შულს რო შეიძლება და ვეგანურად ვიკვებო. და ჩემს შულებს რა თქმა უნდა, ანუ ეხლა უფრო აქვთ არჩევანი, რომ ან ეს და ეს თვითონ მიიღონ საბოლოოდ გადაწყვეტილება. თუმცა რა თქმა უნდა, ჩემი დამოკიდებულება იციან და ეს რა თქმა უნდა ვიცი რომ გავლენას ახდენს მათზე, რომ დედა ჩვენს არ გაუხარდება, იმიტომ რომ მისი ფასეულობა და ეთიკური ნაწილი ანუ ის არის და რომ არ ჭამოთ, მაგრამ იცი როგორ არის, ბავშვს აჭამე გემრიელი, დანაყრებული იყოს და არც კალორიებს არ დაითვლის და დიდად არ აინტერესებს და უკვე როცა შენი კომფორტი, ასე ვთქვათ, ექნება, თუნდაც აი მოდი ვიტყვი სოფია, ჩემი უმცროსი ბავშვი რო ბაღში შევიყვანე და მართლა მარტო ის იყო ვეგანი, მე ესე ავუხსენი, რომ შენ ჩემთვის განსაკუთრებული გოგო ხარ და იმიტომ გაქვს განსაკუთრებული კვება თქო. ანუ მართლა დედა როგორ შეფუთავს, რა წამალი რო სჭირდება ბავშვს, ხო, კარგი გაგებით კეთილ მანიპულაციას ვაკეთებთ, რომ ეს წამალი ბავშვს სჭირდება და მივაღებინოთ, ხო? მე რო ვიცი, რომ ჩემი შულისთვის რაღაცა დამანგრეველია ჯანმრთელობისთვის, რამდენად ცუდი დედა უნდა ვიყო, რომ იგივე მივართვა და მე თუ ამას ვიღაცა შემიცვლის და ანუ რაღაცა და ყველაზე მთავარი აუცი მიუხედავად აი ამ რაღაც ჩემი განათლების და ინფორმაციისა და ვფიქრობ, რომ სოფლიოს წამყვან ექიმებთან მაქვს, ვეგან ექიმებთან მაქვს კონსულტაციები გავლილი, როგორც არის მაიკლ გრეგერი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია How Not to Die, როგორ არ მოუკვდეთ დაწერილი და ინტერვიუს ხო ახლა მალე დავდებთ ჩვენ სოციალურ ქსელშიც, ანუ მასთან ინტერვიუს და მოლაპარაკებების და ზოგადად ანუ რჩევების შემდგომ რო ვთქვათ ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუ კი რამე მე შეიძლება რომ ანალიზები გავაკეთოთ, ყოველ 6 თვეში ერთხელ check-ups ეგრეთ წოდებულს ვაკეთებთ მეც ჩემს შვილებზეც და რა თქმა უნდა არის რაღაც ნუტრიენტები, რომლებიც ურთულესია რომ აითვისოთ დღევანდელობაში, ეგრეთ წოდებული B12, რომელიც ესეც ტრენდულია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის ვეგანების პრობლემა, ეს არის კაცობრიობის პრობლემა, იმიტომ რომ ეს ბაქტერიას, რომელიც წარმოქმნილი იყო ხოლმე ნიადაგში, ისევ
ცხოველური ფერმების გამო ამ პესტიციდების გაქრა ზოგადად დედამიწაზე და ამ სტრესულ გარემოში პრაქტიკულად შეუძლებელია ყველაფერი whole food-იდან მივიღოთ, მიუხედავად რომ მე მომხრე ვარ და არ ვარ pro supplement ტიპი, მაგრამ როცა საჭირო იქნება და მზე არ არის და ეხლა მზის ანუ რადიკალურად ტოტალურად შეიცვალა ყველაფერი, ჰაერი დაბინძურებულია, წყალს აღარ აგავს, კაციკაც და კალს მართლა და როცა ამ დონეზეა შეცვლილი, რომ მე თუ 100 წლის წინ შევჭამდი ვაშს, ნებისმიერ პროდუქტს და ნუტრიენტების ათვისების კოეფიციენტიც მეტი მექნებოდა და იქიდან მიღებას და დღეს რა თქმა უნდა იგივე ნუტრიენტებს ვეღარ მივიღებ სრული საკვებიდან, მომხრე ვარ რომ მივიღოთ საფლემენტებიც, რომელიც კი არ ცვლის საკვებს, არამედ ავსებს უბრალოდ და დანამატის თუ დამჭირდება, კი, სწორედ მაგიტომ ქვია, მაგრამ ზოგი ადამიანი ფიქრობს ხოლმე რაღაცა კრეატინიდან დაწყებული რაღაცებს მიიღებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად არასწორია, მე ვფიქრობ ეს უნდა იყოს დანამატი და მე ვიღებ თქვა D ვიტამინი არ მივიღია, ეხლა დიდი ხანია, მაგრამ ვიმოწმებ ამის თქმა მინდა ვთქვა, რომ რაღაცა თუ დამჭირდა. კი, ანუ ამას როცა ვიცი რომ ბავშვები კარგად ჯანმრთელად მიდიან და უფრო კარგად და პირობითად ნაკლებად სიძვევენ, ანუ გრიპი გაციება და ყველაფერი აღარ იქნება ვეგანი თუ იქნება. ფიზიკურად ლორწო ვერ დაგროვდება და ეს ლორწო და ჩირქოვანი ეს რაც არის გროვდება ზუსტად ზის პროდუქტების მიერ რა. და სხვადასხვა ამ სიტყვას გამოვიყენებ, რომ ესე ცინგლიანი ბავშვი ვიყავით, სულ მაგაზე ხუმრობდი ხოლმე, რომ მეთქი სულ დავდიოდი, ანუ ჩემი ეს ქრონიკული ჰაიმორიტი რაც აქ ეგ მაშინვე აი პირველი რაც შეიძლება იფიქრო ვეგანობით რაც მე ეფექტი დავინახე ეგ იყო რომ გადავაგდე არ ვთქვი თუ გახსოვს გალაზოლინი ესეთი ძალიან წაფილი იყო ჩემ ბავშვობიდან აი მართლა ვინც მიცნობს ბავშვობაში ისის მოკლედ აი მაგალითად ეხა როცა ცივი წყლით ბანაობ ხოლმე რა და ძირითადად როგორ ანუ ხო ხდება რომ ეს ცოტა მაგრამ კიდევ უფრო რაღაცა მეინტერესებს შენ ანუ რომელი წამყვანი ენერგია ხარ ანუ ჰაერი ცეცხლი თუ მიწა აიურვედათი სავარაუდოდ ცეცხლი. ხო, ეგრევე მიხვდებოდი ეგ უნდა. ჰაერი ვარ მე და წარმოუდგენელია მე რომ ცივი წყლით ვიბანაო. აი ცივი წყლის მონაცვლეობა საუნაში სპაში რომ მე ესე დავიწყე სპაში. კი, ეგ კარგია. ანუ ძალიან სუცივით დილიდან შედიხარ ცივი წყლში. არა, ეგ უნდა მეთქვა, არასწორად გითხარი. სუცივი წყლით კი არ ვბანაობ, ცხელით ვიწყებ და მე რევიულებ. კი, მაგას ვაკეთებ, არა, მეც ცივანა ვარ, თბილქუყანაში ვარ და იქ თავიდან მეთქი ხალხო სუცივი. და ის საკვებიც აი უმს რო ჭამ რა, დილით როგორ მიეჩვია, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი დილით თბილი იყოს. ხო, ეხლა მოდი დავიწყებ ჩემ რაციონზე. სანამ გაგვაგდებენ აქედან. მოვასწრო ჩემი კვების რაციონის გაზიარება, იმიტომ რომ ბევრი არის ხო სანამ აქამდე მივიდოდი რა ექსპერიმენტებით ხო დავიწყე და როგორ იხსებ ცილას, აი ეს კითხვა მინდოდა. ოკეი, მქონდა დისკომფორტები, იმიტომ რომ აი მჭამელი გოგო ვიყავი რა, ანუ გურმანი ხარ. რა როგორ გითხრე ხა პირველ დეიტზე 15 ხინკალი მაქვს ნაჭამი ანუ აი წარმოიდგინე რამდენად ხინკალი იყო ჩემთვის მეთქი აი ხაჭაპურით მაგრამ ანუ ყველაფერი ანუ ზოგადად ჭამა ძალიან მიყვარდა რა და თან ამ ქართულში ხო ბებია ჩემისგან პური ყველაფერს უნდა მივაყოლო რა კარტოფილი შემწვარ კარტოფილსაც პურს ვაყოლებდი და ეს პური ისე მქონდა რომ აი თავიდან ჩემ ორგანიზმს მქონდა რასაკეთებს რა გინდა რატომ ეხა პურს აღარ მივთმევ არა ეხა როგორ არის ჩიტდეები მაქვს ხოლმე რა რადიკალური მაგალითად არ ვთქვი მაგალითად ჩემი შვილი აკეთებს საოცარ ვეგანურ შაურმას ანუ ეგეთი მე მგონი დედამიწაზე არსად არ მიჭამია რა ამას ინჯეთ კაი, გავაკეთებინებ აქ სანამ აქ. ძალიან გემრიელს აკეთებს მართლა და ანუ როცა რაღაც გაგიკეთეს, კაი ხო დღეს, მაგრამ აი ნელ-ნელა უფრო და უფრო შევამცირებ. რა არის შიგნით? ნუ სეიტანით და სხვა ხორცი ვეგანურ Beyond Meat-ი ხა და პირდაპირ უყიდულობდით და Beyond Meat-ს რითი ამზადებენ, ნუ სეიტანის ოიო, ძირითადად კოკოსი და ასე ხო, ანუ ძირითადად მცენარეები რა თქმა უნდა 3D პრინტერზე დაბეჭდეს თევზი და ახლა როგორღაც მაგასაც გამოიყვანდნენ, მაგრამ ნუ გემო ისეთი აქვს, რომ ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე ჩემ მეგობრებს და ვერ მიხვდნენ. აი იცი როგორ არის ხორცს რეალურად თუ მარილს არ დაუკეთებ და რაღაც შეაზავებ ხო ისეთი გემო აი უფრო სტრუქტურულად რომ მიამსგავსო თორე შეზავებული ხორცები გუყვარს რა ადამიანებს ზოგადად ნებისმიერ ცხოველურ პროდუქტს და რაღაცა დაამატო თორე უმარილოთ და უშეუზავ ნუ მწვანილებს ვამატებთ რაღაცებს ვამატებთ და ისე ვაგემრიელებთ და აი ეს შეზავებას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რომ პირობითად ჩაკაფული რო ჭამო სოკოსი აი ნუ ეხა სოკოს სტრუქტურულად არ გავს კონსისტენცია სხვა არის აი სეიტანი ძალიან გავს რა სეიტანი ხო ის გლუტენი მით რა აი ყველაზე მეტად ალბათ ეგ გავს მაინც ხორცსიმით და არ ვიცი კიდე მართლა რითი ამზადებენ იქ რო პირდაპირ გამზადებულ ხორცს რო ყიდულობ შეგიძლია როგორც ბურგერის სახითაც გამოიყენო და ნუ იქაურ KFC-ში მართლა თავიდან 5 ჯერ ჩავეკითხე რომ ნამდვილად ცხოველური ხორცი იდა თუ არა იმდენად გავდა რა გემო კი ანუ მე აი მოგვიყევი ახლა შენი მოკლედ აი ქართველი მჭამელი გოგო რო გადავედი პირველად უმყვებაზე ექსპერიმენტ
ინსტრუმენტებით რო დავიწყე, ვიყავი ასე ვთქვათ 100%-ით უმკვებაზე. ზოგადად უმკვებაში არის დონეები. ეხლა მე მაქვს დაშვებული, როგორც ჩვენ თქვი რომ რაღაცა 80-20-ო, ნუ თქვათ თუ რა 10%, 90% უმი და მაგალითად დაშვებული მაქვს ტოფუ, რომელიც არის მოხარშული სოიოსგან დამზადებული, ხო? ჩემთვის უმია. ვიცი რამდენი მეუბნება. ანუ ეს ტოფუ ხო უმს ხო არ შევჭამდა. მეთქი უმი არ არის უკვე მოხარშულია. ანუ ტოფუ მაქვს დაშვებული, ზოგჯერ მოხარშულ კინოასაც მივირთმევ ხოლმე და აი სოიოს რძეც რო თქვი, ანუ ეს პროდუქტები მაქვს დაშვებული. ასევე ჟავეები. ანუ ჟავე ფერმენტაციაზე ვისაუბრეთ ახლა მე და შენ და მეც ხარეს მოყვარს და კიმჩი არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პროდუქტი, ანუ იმიტომ რომ მაგრამ როგორც პირობითად ფერმენტაცია ხდება, ღვინოც ფერმენტირებულია, კომბუჩა ფერმენტირებულია და შაქარს ამ შემთხვევაში ის დედა mother რაც არის კომბუჩას დედა ჭამს შაქარს და ანუ გამოდის შაქრის გარეშე პროდუქტი, მარილის შემთხვევაში უბრალოდ კარგ ბაქტერიებს გადაარჩენს და იმიტომ არის, მაგრამ მარილი მაინც მარილია. თუმცა რაღაც ხოვება არის, რა თქმა უნდა, ჰიმალაის მან ბუნებრივი ფორმით არის რაფინირებულზე და კი ბატონო და ანუ იმის თქვა მინდა რომ დამჟავებას მარილის გარდა კიდე სხვა ტექნიკებიც არის როგორ გააკეთო, მაგრამ ზოგჯერ ნუ უბრალოდ მკითხავ. მკითხე ხა. იმიტომ რომ უნდა დავიწყო ხა ფერმენტაცია და ისწავლო კარგად. კი. ძალიან ბევრი საინტერესო მეთოდები არის, ძველებური. ზოგადად ახლა უმკვებაში ხო 4 ტექნიკა არსებობს, ხო გაღივების, ფერმენტაციის, ფრიზინგის და დეჰიდრაციის. და ეს 4-ვე ტექნიკა რატო არის ცოცხალი, უმი და ბუნებრივი. ყველაფერს აი რომ ვუდგები ხოლმე, სწორია თუ არა ესეთი გამოსანუ პასუხს აქედან მიუყვები, რომ თუ ეს არის ბუნებაში ისედაც განხორციელებადი. ანუ ჩვენ რომ არ ჩავერიოთ, ისედაც გაღივდებოდა ხორბალი, თესლი რო ნესტიანი გარემო შეუქმნა, თესლი უკვე მცენარე ხდება. ის არა საოცარი პროცესია. კი, საოცარი. ისედაც დამჟავდება ვაშლი რო დატოვა ხეზე, ფერმენტირდება და იქ დაიხვევიან რაღაცეები და ხო იცი როგორც ბუნებაში. ისედაც რო დატოვა ზოგი შეიძლება გამოშრეს და მზეზე გაიყინოს. და გაიყენო. ისედაც ნუ შოკორი გაყენვით არ ვიცი ხა ეს ნუტრიენტების შენარჩუნება, მაგრამ ხო, ეგეცა. ანუ იმის თქვა რომ ეს ბუნებრივი 45 გრადუსამდე რაც ითვლება უმად, აი წაღა რო თქვი თბილი შეგიძლია ცოტა გაათბო 45 გრადუსამდე და მაგალითად ზოგი ჩაი მცენარეულ ჩაებს ვსვავ და ანუ არ მგონია რომ მე ახლა ფიქრობ რომ უმი მცენარეული კვებას და ნებისმიერი კვებას უნდა ერგებოდეს იმ გარემოს სადაც ხარ, იმიტომ რომ ცხოველიც კი თავისი ჰაბიტურსაც მსგავსება გარემოს და როცა თბილ ქვეყანაში ცხოვრობ შეიძლება ცოტა სხვანაირად იკვება და როცა ცივ ქვეყანაში სხვანაირად იკვება, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტრესს, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას, ასევე მენიუს შედგენის დროს მნიშვნელობა აქვს სქესს, ანუ კაცი თუ ხალი და ასაკს რა თქმა უნდა და ამის მიხედვით ვადგენ ხოლმე მენიუს მე პირადად. ანუ მოდი ჩემ თავისგან გამომდინარე ვისაუბრებ. ხო მე ვარ 35 წლის და ფიქრობ რომ პერიოდ მეც გავდივარ ამ გამოწვევები მაქვს ხო ცხოვრებაში ზოგჯერ ნაკლებად სტრესული და მეტად სტრესული და ჩემი პირობითად პრობლემა ის არის ხოლმე რომ ზოგჯერ არ მინდა რომ ძალიან დავიკლო და მომეტება ხოლმე მინდა წონაში და ამისათვის ახლა ვიცი რომ გაგეცინება ამისათვის რომ წონაში მოვიმატო ვშიმშილობ ხოლმე და ეხლა როგორ ხდება ხო ესეთი აი ანუ იმის თქვა მინდა რომ მნიშვნელოვანი ასევე როდის ჭამ რამდენ ხანში რა ინტერვალით და მე რას ჭამ და როგორ გამოდიხარ და შედიხარ შიმშილობაში ამის მიხედვით შეიძლება წონაში მოიმატო ან წონის კორექცია ამით დაირეგულირო დღესდღეობით აი მოდი ვიტყვი აი ამ ერთი თვეებისთვის განმავლობაში როგორ ვიკავებ იმიტომ რომ ხანდახან ვცვლი ხოლმე წელიწადის დროების მიხედვითაც დილით ვიწყებ კენკრით და მაგალითად ნუშით. ნებისმიერი კენკრა განსაკუთრებით მოცვი ჟოლო არის იდეალური, თუნდაც გაყინული მოცვი დილით დასაწყებად და აი ჩემთვის უმის სეპარირებული კვება არის იდეალური ამ კვების დონეებს თუ განვასხვავებთ ერთმანეთისგან და პრაქტიკულად უმის სეპარირებული კვება ეხა მხოლოდ ასე დაწყება. ახლა რაც შევ სეპარირებული, განცალკევებული, ანუ დალად მიღება რაღაცა პროდუქტების და არა ერთად არა თავსებადი პროდუქტების აჯაბსანდალი ვით. რაც უფრო სეპარირებულად მივიღებთ, მით უფრო ათვისების კოეფიციენტი მით უფრო იზრდება და მით უფრო ჯანსაღია, იმიტომ რომ ძალიან უმეტესობა პროდუქტებს ერთმანეთს არ ეთავსება. მწვანილია, რომელიც ყველაფერს ეთავსება. მეორე ამის შემდგომ ვიწყებ ხოლმე, ნუ პირველად მიყვარს რომ მოკლედ ისეთი ნეიტრალური ან ცოტა ეს რაღაც მოცვიც ნეიტრალურია ჩემთვის ესეთი ხილით და პროდუქტით დაწყება, მაგრამ შემდგომ მიყვარს მაჩა რომ ადრევე მაქვს მიღებული. ანუ ვიღებ მაჩას და ჩემი სნიკერსი ბჭყალებში უმი ვეგანური ეგრევე რო არ სჭირდება. ჩემ ძალიან დატვირთულ
გარემოში გავაკეთო, უბრალოდ ფინიკს ხსნი, შიგნით ვდებ ნიგოზს და კაკაოს მარცვალს, ცოტა მომწარო ისეც აქვს და აი ეს მაჩას სოიოს რძესთან ერთად ვაყოლებ ამ დესერტს. ამის შემდგომ ან უბრალოდ დილით შეიძლება ჩიას პუდინგიც ასევე გავიკეთო, ან თუნდაც იგივე სოიოს რძით და შიგნით ცოტა გოგრის თესლით შეიძლება მოვათავსო და ისევე წყლითაც შეიძლება და მოკლედ თავარი კვება მე არის ხომ, აი ბოული უნდა მქონდეს რაღაცა, აი ბოული თასი ასე ვთქვათ, ლანჩი. ხო, ლანჩი უფრო დინერი რა, ლანჩზე როგორც თქვი, აი შეიძლება ჩიას პუდინგი მივირთვა. ესე იგი ის პირველი იყო, ეს მეორე იყო, ვთქვათ. ხო, და ახლა მესამე დინერი ვთქვათ რა უკვე. და შუაში სნექივით ის თქვი რა, მაჩა მასთან ერთად, ფინიკი, თხილი და კაკაოსთან ერთად. აი დინერზე უკვე მაქვს ხომ ესეთი დიდი ბოული, ბუდა ბოულები ხო გაგიგია ბუდა ბოულს რო ეძახიან, მსგავსი სახით. აქ სხვადასხვა რაღაცა. აქ უნდა უკვე ბევრად დაბალანსებული უნდა მქონდეს მენიუ რა. ერთ-ერთი მარცვლეული ან გაღივებული უნდა იყოს, ან თუ წიწიბურას ან ვაღებ, ან შეიძლება მოხარშე, მაგრამ მწვანე უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ ყავისფერი წიწიბურა მოხალულია ხო იცი და მისჩავნია. უმი აღარ გამოდის ხო? უმი აღარ გამოდის ხო. მერე კინოა, გაღიობა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც თქვი, ანუ 10% რო იყოს, ჩემს თებსზე იყოს და ოკეი, ეს კინოა მოხარშული, ეს ყველაფერი მთავარი რაღაც არის ამ ყველა კვებაში. მოდი აქვე ვიტყვი ბოლოს ვიტყვი. ყველაფერი მარილის გარეშე, შაქრის გარეშე და ნებისმიერი დანამატის გარეშე, მათ შორის აი ესეთი სიროფები, რომელსაც უმი ვეგანური შეფები კულინარული მიზნებისთვის ვიყენებთ და ვხმარობთ, როგორიც არის ნეკარჩხლის სიროფი, აგავის სიროფი და ასე შემდეგ არ ვიყენებ. მე არ ვთვლი რომ ეგ იგივე შაქარია. სათიგივე არ არის რეალურად, მაგრამ ხო მე ვფიქრობ რომ მაგის გარეშეც ძალიან კარგად გრძნობ თავს და უფრო ენერგიული და პროდუქტიული. აგავა მე მგონი იგივე შაქარია და ნამდვილი ნეკარჩხლის სიროფი, კიდე რაღაც თაფლი და ნეკარჩხლის გააჩნია როგორ არის დამზადებული, თერმოდამუშავებას გადის არ გადის, ანუ დაწნეხვა როგორ ხარ, ბევრი რაღაცა. ზართული მისაღებია, ანუ პირველი დაწნეხვის ჩამოსხმის. კი, ზართული აქ არც ვიცი, გეთახვები. ამიტომ ვცდილობ რომ აი ამ ეს ბოულს რო დავიწყებ მარცვლეულით, ანუ მოხარშული მარილით რომ არ არის, რაღაცით რო ცოტა ასე ვთქვათ, გემო დავაბალანსო, ამიტომ მიყვარს კიმჩი ან ნებისმიერი соуსები. соуს ვამზადებ თხილეულით, როგორც არის თუნდაც ქეშიუ ან რაღაც მსგავსი, ასევე მწვანილის აი თუნდაც პესტოს ვარიანტში соуსებიც მიყვარს და გემო რომ იცი ხოლმე nutritional yeast რო ეძახიან, ანუ ნუტრიციოლოგიური საფუარი, რომელიც ბეთორმესაც შეიცავს, ანუ მაგასაც ვიყენებ და ანუ ამ соуსის რომ მოასხა, ასე ვთქვათ, მსგავსი სახით. არა, კიდე ვამატებ ბოსტნეულს, აი ჭარხალი მაქვს თითქმის მინდა რომ ან კომბოსტო და ჭარხალი ეს ორი, ან უჯრედისი უნდა მივიღო რა. უჯრედისი არის უნიშნულოვანესი და ნუ ისაც სანერული საკვები ბოჭკოთი მდიდარია და ბოჭკო ვერ დაგაკლდება. მაგრამ ამ ყველაფერს აი მე პირადად ზოგჯერ შეიძლება ჩავანასვლო ხოლმე რაღაცა соуსში მოვამზადო და ჭარხალი და ტოფუ ჩავდო, აი ტყემლის მსგავს რაღაცაში მივხვდი, აი соуსში რო ჩადებ რა, ესეთი აი ბაჟეც უმია რო დაფიქრდე, ხო რაღაცა. ანუ соуსები ბევრნაირი შეიძლება უმუეგანურ კვებაში соуსები წამყვანია რა. უბრალოდ გაჩნია ამ соуსში რას გაურევ. ხა ზოგი სოიოს соуსაც ურევს და ვთქვათ ახლა იმდენ შაქარს და მარილს შეიცავს რომ ერთ-ერთი მავნე პროდუქტად მიიჩნევა, ხო? ანუ ამ ბოულს ვაბალანსებ რომ კლასიკური დღესდღეობით ყველა ნუტრიციოლოგი თანხდება იმაზე, რომ 60-20, 60 ნახშირწყალი, 20 პროტეინი, 20 ცხიმი, მაგრამ პლუს მინუს თუ მამრობითი სქესი გაქვს ხარ უფრო მეტი დაგჭირდეს და შეიძლება მე საკმარის იყოს ასაკის მიხედვით ჩემთვის 10-15 პროპორციით ცილა. ამასაც აი როგორ არის კალორიებს არ ვითვლით ხო რა, მეც რო გითხარი, ანუ როცა ესეთ ნატიფადი კვებები გაგრძნობინებს კიდეც ორგანიზმი, რამე მოგდის და რანაკლები და უმკვებას აქვს ერთი მაგარი თვისება. აი ნაყროვანებაში ვერ ვარდები, შიმშილის გრძნობა როგორც ნერვოზი ესე აღარ არსებობს არასდროს. მირეჭველობები საერთოდ ქრება ყველაფერზე და ვერ გადააზედმეტებ, აღარ ჩადიო, არ მოგინდება რა. იცი რომ კარგად ხარ ისე. ფოტოშორის ჯანსაღყვებასაც ეგ აქვს. კი, გეთანხმები, კი. overeating-ს ვეღარ აკეთებ. კი, ანუ რეალურად ჯანსაღი. და ანუ ამ მარცვლეული მაქვს ტოფუში და თუნდაც კინოაში 9 ამნოჟავა შედის და წიწიბურაშიც მეტაშანს ვისაუბრეთ, ანუ სრული კინოაში 9 შედის. 9 ამნოჟავა, ანუ სრული ამნოჟავები, კი ბატონო, ისედაც შეიძლება დაბალანსებას თქვა ოსპი თუ ავიღე მე სხვა რაღაც დავაბალანსებდი. ანუ ტოფუ მაქვს ასევე, ნუ გააჩნია ტოფუს ყველაზე დიდი ოდენობით მცე პარკოსნები შეიცავენ, ცილას და ნუ ლენტილ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თქვა შემცველობით და ამით ცილას ვაბალანსებ უკვე, ტოფუს თუ მიდევს მით უმეტეს და ცხიმი, ავოკადო ან ნებისმიერი ცივი დაწურვის ზეთი, მე მაგალითად კახური ცივი დაწურვის ზეთი არის ჩემი favorite ამ დედამიწაზე და ჩემს ვერც ერთი ზეთი რა ზეითუნის ცივი დაწურვის ზეთი მეთქი, ანუ მოიცადე შენ არიცი
კახურიზე და რა თქმა უნდა ანუ მიგაქვს. კი აი ძალიან მიყვარს მართლა ყველაფერს აგემრიელებს ქინძი და კახურიზეთი რა აი მარტო კიტრი პომიდორი სალატს რომ უასხა კახურიზეთი და ხო აი საოცარია და უკვე საღამოს შეიძლება აი ზოგჯერ რაის როლს და ბრინჯის როლებსაც ეთებენ ხოლმე და უმად თვლიან მაგრამ ხომ თლად შეიძლება მე უმად არ მიჩნე მაგრამ მე მიყვარს ხოლმე შუალედებში აი მოდი გეტყვის საფლემენტებს თუ ვიღებ ანუ საფლემენტის შეიძლება დავარქვათ როგორ მაჩაც აღიქმევა ეხა ეგრე მაგრამ აშვაგანდა და აუცილებლად აი ხა აქ უნდა ვახსენო ზღვის წყალმცენარეები ანუ ზღვის წყალმცენარეები თუნდაც სპირულინა პაუდერის სივიდი ალგე ნებისმიერი ხო აი მე ხა იქ ნორი შეგიძლია გამომშრალი უმი იყიდო და მე სნექადაც ცოტა რო ხნატუნა ხოლმე და ისედაც მივირთმევ ხოლმე შეიძლება მანქანაშიც გქონდეს და ანუ სპირულინას ისევ სოიოს რძესთან ერთად თუნდაც და რაღაც მსგავსი ანუ სნექაობ კიდევაც კი აი მაგრამ იცი დიდად არ მიდება ხოლმე და ყველაზე მთავარი არის რომ აი საქართველოში ისეთი საოცარი ხილი გვაქვს სეზონური რომ მაგას სრულიად გიკმაყოფილებს აი მაგალითად ბროწეულის ჩემთვის ზოგჯერ ყვება მედიტაციასავით არის ხოლმე და ის მადლობას რო ვხდი ხო იცი რა მაგარია სამყარო ესეთ გემრიელ რაღაცებს ვჭირთ ძალიან გემრიელი აი ახლა ჩემთვის საუკეთესო გემო ქართულ ატამს აქვს გახსნილი გა ყველანაირ რეცეპტი ხო მე ესე მგონია ხო ატამი არის არ ვიცი ანუ გრამ თუ არსებობს გემო გადაეცეს ჯილდო ჩემთვის ატამს აი საოცარი ნატიფი პირში დნება ის აი საოცრება არის ჩემთვის სუნი ყველაფერი მე როცა ეხა სეზონურ ხილს მიირთვა ხურმას თუნდაც იქ ბევრი ისეთი ნუტრიენტი არის რომ მე ხილს ვაყოლებ ხოლმე სხვა შორის თხილეულობას ეხა და გავიხსენე ვაშლიდან იგოზი მაგრად მიყვარს ესე იგი ესეთი პირველად დავა კომბინაცია ესა კურაგა და გოგრის ცოტა მოხალული გული გოგრის თესლი ძალიან საოცრება იყო ერთად იმიტომ რომ ნიგოსთან ერთად მივირთმევდი ხოლმე და გუში რაღაც ესე ეს დუო გავსინჯე და ცილაზე უნდა გითხრა ეხა სანამ დრო მაქვს და სანამ გამიშვებ აქედან ამორ აი კითხვა კი არ უნდა დაისვას საიდან იღებ ცილას იმიტომ რომ დედამიწაზე არ მინახავს ცილის ნაკლებობით ვინმე და ეგ პრობლემა არ არსებობს როგორც ასეთი არსებობს კითხვა უნდა დაისვას საიდან იღებ ბოჭკოს იმიტომ რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა და შეკრულება და კოლიტი და ზოგადად ეს მაქედან პირველ სიგნალს გაძლევს ორგანიზმი ეგ უფრო დიდი არის ვიდრე ცილას მიღების წვანილიც კი ცილას შეიცავს და საერთოდ მაქედან წარმოიქმნება ხო იცი ანუ ეს ამინო ეს აზოტს გარდაქმნიან მცენარე და მასზე წარმოიქმნება ეს ნიტროჯენი ისე მცენარის გამოდის ყველაზე დიდი ცხოველები რა ესეთ დაკონთული და ესეთი ცხოველები დედამიწაზეც იცი რომ ვეგეტარიანელები არიან ანუ მცენარეული ცილის მიღება არის უმარტივესი და ეს ამის დაბალანსება მაგრამ უბრალოდ ტრენდი არის და რაღაც მგონია რომ ესეც შემოგდებულის გამია მოკლედ რა რომ რაღაცნაირად გადავფიჩინდეთ აი ეს ყველაზე ხო პროტეინი ანუ საერთოდ ზედმეტი პროტეინი არც არის სასარგებლო და ანუ ამაში უნდა დააბალანსოს ზუსტად და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე რომ სუსხეულს ვუსმინოთ და რაც არ უნდა მე ვილაპარაკო არ დამიჯეროთ არ მენდოთ გამოსცადეთ სალომე ძალიან დიდი მადლობა შენ მადლობა უღრმესი მადლობა და მარც დამჭირდა მოკლედ კითხვების დასმა იმიტომ რომ შენ ძალიან ისეთი რესპონდენტი ხარ ყველაფერს შენით გურულები ვართ გოგო და რანაირად არ უნდა გამოგსვლო და ეხლა ეს ჩაწერო უღრმესი მადლობა და მე სტუმრე კიდე რომ ჩამოხვალ კაი აუცილებლად კარგად